Здравствуйте, дорогие товарищи, дорогие телезрители. Მოგესალმებით, მეგობრებო. თქვენ უყურებთ საიუბილეო გადაცემას პოზიტივისა. დიდ გადაცემას, იმიტომ რომ საიუბილეო რატო? ჩვენი ტელევიზია დღეს გახდა 9 წლის. ესე იგი 2017 წელი იყო 17 ივლისი და ჩვენ ინტერნეტ მაუწყებლობა დავიწყეთ. სულ რამოდენიმე კაცი ვიყავით, ეხლა დარბაზში არიან თანამშრომლები, რომლებიც მაშინ შემოგვიერთდნენ, აწიეთ ხელით თუ შეიძლება, არა ხართ. ოპერატორები ჯერ მაშინ არ მოსულხართ, ხო? არ იყავით მოსულ. ნუ ნიშნობა არ აქვს ამას. მე და ლაშა ნაცვლიშვილმა დავიწყეთ ეს წამოწყება, ლაშას ზეიმიცერის ეს და ულოცავ მას და აი გამოხდა ხანი და ვართ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და იდეური ტელევიზია საქართველოში. ჩვენ გქონდა უფრო კარგი დროც რეიტინგის მიხედვით. გვექნება ამაზე და იქ რო კარგი გქონდა იმაზე კარგი დრო რეიტინგის მიხედვით და ჩვენ რაც თავარია ვიცით რატომ ვაკეთებ და რისთვის და რას. ჩვენ აქ შევიკრიბეთ თავის დროზე ლიბერალური გიდრის ლიბერალური გველის ჩასახშობად, რომელსაც ლიბერალური ეგრეთ წოდებული ტელევიზიები ქვია და ჩვენ შევძელით ეს დესაკრალიზაცია მოახდინეთ ამ ეგრეთ წოდებული ჟურნალისტების და შემდეგ უკვე დავიწყეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე ზრუნვა. აი ვიღაცები რომ ფეიკებს გვეძახიან, ფეიკ მშობელებს, რუსებს რო გვეძახიან და ვიღაცები სერიოზული ქვეყნების სანქციებს რო გვადებენ, ეს არის ჩვენი პირველი აღიარება, ყველაზე მთავარი აღიარება, რომ ჩვენ ქვეყნისთვის ძალიან მაგარ საქმეს ვაკეთებთ. ეს გვშველის ჩვენ ძნელბედობის ჟამს და ეგ გვიშველის მუდამ. იმიტომ რომ ჩვენთან არის ღმერთი, მეგობრებო. მოდით ახლა ჩვენ ნახოთ პატარა ვიდეო ჩვენს კოლექტივზე და შემდეგ დავიწყოთ გადაცემა, შემოგვიერთდებიან მეგობრებო გადაცემის ავტორები, წამყვანები ძირითადად და ვილაპარაკებთ და გავატარებთ ამ 2 საათს სიამტკბილობაში. სადღეგრძელოების გადაცემაა. გთხოვთ გაუშვათ ფირი. მეგონა, ჩემი სათქმელი უკვე თქვი ჟურნალისტიკაში, მაგრამ თურმე თავიდან ვიწყებ ყველაფერს. ახალი ტელევიზია შევქნათო რომ მითხარით. ვიფიქრე, კაცო, რა დუნდა ამდენი ტელევიზია საქართველოსთვის? მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ინტერნეტ ტელევიზიაზე მელაპარაკებოდი? 2 წელი ინტერნეტ და უკვე მე-7 წელია ერთ-ერთ რეიტინგულ ტელევიზიად გვიცნობთ. და რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი მაინც არ იცვლება, 2+7 დავტოვოთ. 2+7 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს 17 ივლისს ინტერნეტ ტელევიზია პოზიტივის სოციალურ სივრცეში პირველად ჩაეშვა. გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, თქვენ უყურებთ მედია რენტგენის ყველაზე ცეცხლოვან გამოშვებას. ერთი წუთის განმავლობაში შენ მე თუ გამაცინებ. გასართობი გადაცემები პოპულარული მალევე გახდა და ბევრი მათგანი ინტერნეტ პლატფორმებზე დღემდე აქტუალურია. ეს მართალია ჩვენი, მაგრამ სხვა ისტორიაა, რომელიც პოზიტივის ტელევიზიად გარდაქმნისთვის მყარი საძირკველი გამოდგა. სწორედ 7 წლის წინ, არც თუ ისე დიდი გუნდით პოზიტივის სატელევიზიო ისტორია დაიწყო. საერთო იდეა გვაერთიანებდა. დავანახოთ ყველას ჩვენი ქვეყანა როგორიც ის რეალურად არის და როგორცაც მას ჩვენ ვხედავთ. გვინდოდა შეგვექმნა ტელევიზია, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სიყვარულით, პატივისცემით და რწმენით გააშუქებდა. გააგებინებდა ყველას, რომ ამ ქვეყანას მსოფლიოსთვის თავისი სათქმელი აქვს, არა გარედან შემოტანილი შეხედულებებით, არამედ ქართული თვალით და სიტყვით. რა ტელევიზია პოზიტივი? რა ღირებულებებზია აგებული და საერთოდ რა უნდა მას? და 2019 წლის 25 ნოემბერს ჩვენ დავიწყეთ. 2 წელიწად ნახევარია ამას ჩალიჩობთ. ეთერშია პოზიტივი ტელევიზია. დღეს კი მოგიყვებით პოზიტივის არქივში შემონახულ საქართველოს უახლეს ისტორიას. რა ხდება საკარანტინო ზონებში, რომელსაც პოლიცია და ჯარი იცავს? სატელევიზიო სივრცეში პირველი ნაბიჯების გადადგმა ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში მოგვიწია. მაშინ, როდესაც ყველა სახლში უნდა დარჩენილიყო, ჩვენ მოვლენების ეპიცენტრში ვიდექით და თქვენთვის ახალ ამბებს ვაშუქებდით. ეს იყო ჩვენთვის პირველი პანდემია. შემდეგ იყო პოზიტივისთვის პირველი საპარლამენტო არჩევნები.
იყო სპეციალური ეთერები და უწყვეტი 24 საათიანი სამუშაო რეჟიმი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში ოპოზიციის შეკრებები, რაც ჩვენთვისაც, ხელისუფლების ოპონენტებისთვისაც, ნათელაშვილისა და მისი ფანჩატურისთვისაც პირველი იყო. ერთად ვიქრებით, ქვეყანა გამარჯვებამდე მივა. იყო შეთანხმებები. შემდეგ ამ შეთანხმებების დარღვევები. შეგვიძლია შევკრათ ახალი ფურცელი ამ ქვეყნის ისტორიაში. მე ვუნდები. ავიღე ბილეთი, როგორც თქვი. შემდეგ არაჟნების კონტეინერით შემოპარული ექს-პრეზიდენტი. ავიც ის რომელი კოპეს სპეციალურები და ვინ უწყობდა ხელი. და ეს ჩვენთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის პირველი იყო. არ დავშვიდებით, ამუყანეთ ახლა უკან რუსთავის. შემდეგ ისევ არჩევნები. ამჯერად თვითმმართველობის. ჩვენთვის ესეც პირველი იყო. შემდეგ იყო რუსეთ-უკრაინის ომი. მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნები. ძვირფასო ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამიტია. იქნებ გაისევინოთ ცხინვალსა და სოხუმში. დღესაც მიმაჩნია, რომ საქართველოს თუ ჩათვლის, რომ ეს მისი ტერიტორიაა, უნდა ადგეს და დაიცვას თავისი ქვეყანა. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა. და რა, მე ომის პარტია დამიდახო, თემი ქვეყნის ომიც მოსულა, კი, მოსულა. გაიგეთ, ყველამ გაიგოთ. პოსტივის არქივის რიგით მეორე საპარლამენტო არჩევნებზე უკვე გამოცდილები ვიყავით. არჩევნებიც და აქციებიც აქამდეც გაგვიშუქებია, მაგრამ 2024 წლის მოვლენები თავისი შინაარსითა და ქმედებებით პირველი იყო. პიროტექნიკა და მიზნებით მანამდე გამოყენებული არ ყოფილა. საერთაშორისო ზეწოლა. საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. პოლიტიკური კონტაქტები მინიმუმამდეა დაყვანილი. მათ სურთ აკრძალონ ოპოზიციური პარტიები და დაუახლოვდნენ რუსეთს, რომელსაც ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ნაწილი. სანამ ეს კანონი არ იქნება ანულირებული, არანაირი საუბარი ევროკავშირთან კავშირზე არ შეიძლება. ბრალდებები. Georgia is a more bleak picture. საქართველოს უფრო დამდგუნველ სურათს წარმოადგენს. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და სწორედ ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია. სუვერენიტეტზე შეტევა. 490 ხმით 147 წინააღმდეგ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტი ოცნების ანტიდასალურ და რეპრესიულ პოლიტიკას აკრიტიკებს და ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს სწორედ ვიზა ლიბერალიზაციის გადახედვისკენ მოუწოდებს. ერთ-ერთი ესეთი კეთილი გრძნობა, რომელიც უნდა ახასიათებდეს ადამიანს, ეს არის მადლობა. ყველაზე მძიმე დღეები კი საქართველოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალება იყო. გამორჩეულია მიტროპოლიტი შიო. გავაშუქეთ საქართველოს ახალი 152 კათოლიკოს პატრიარქის არჩევა და შემდეგ ინტრონიზაცია. ვიყავით იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდებოდა. ვიყავით ჩვენი შეხედულებებით, იდეით, პოზიციით და სარედაქციო პოლიტიკით, რომელიც აქ მომუშავე თითოეულ ადამიანს აერთიანებს. ეს გზა მარტივი არ ყოფილა. იყო ზეწოლა, თავდასხმა, შეურაცხყოფა, ბულინგი და ფიზიკური დაზიანებებიც. და ამ გლობალურ გადალაგებაში, ხმამაღალ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში, სადაც ჩვენთვის დრო თითქოს შიდა მტრებსაც კი არ უნდა ჰქონოდათ, საერთაშორისო ყურადღება მივიქციეთ. ბრიტანეთმა ჩათვალა, რომ ბუკინგემის სასახლის მშვიდ ცხოვრებას ტელეკომპანია პოსტივი არ ღვევდა. ეს ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფო საგარეო საქმეთა სამინისტრო სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტდა, რომ ტელეკომპანია იმედი და პოსტივი სიტუაციის შესახებ ტყუილებს ანთებდნენ,
რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და სანქციების დაწესება მიზანშეწონილია. ჩვენ ნამდვილად ვართ ამბიციური ხალხის ერთობა, თუმცა ჩვენი კონსერვატიული შეხედულებების გათვალისწინებით ბრიტანელ მაყურებელზე გაცვლა არასოდეს გვქონია. არ გავრჯილვართ, უბრალოდ თქვენ აღმოჩნდით მოწყვლადი, ან მგრძნობიარე. დღეს იუბილარები ვართ, მე-7 სატელევიზიო სეზონს ვასრულებთ. ვისაც ჩვენი საქმიანობით ხელს, ნერვულ სისტემას ან გეგმებს უშლით, გპირდებით, რომ არ გაგაწბილებთ. ერთგულ მაყურებელს კი მადლიერებით მომავალ შეხვედრამდე ვემშვიდობებით. შალვა ბეჟანიშვილი, იგივე ბათურა, ეწ ბათურა. დიდი მადლობა. ეს ბათურა ჩვენი სახელგანთქმული მუშაკი არის და პატარა მაიმუნებაც ბოლოში ეთერში იყო და ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენ არასოდეს არ უნდა დავიწყოთ უდიდესი იუმორული მუხტი, რაც ჩვენ გვაქვს, კი ბატონო. და საინტერესოა რა კარგად არის გაკეთებული, სერიოზულ ტელევიზიას გავს ჩვენ არა გვაქვს ისეთი აპარატურა, ისეთი დიდი სტუდიები როგორც სხვას, მაგრამ შეგვიძლია ჩვენი ცხელი გულით და მდიდარი ფანტაზიით და მარჯვეხელებით გაჩვენოთ, რომ თითქოს ეს არის BBC სახსენებელი. დავიწყოთ, მეგობრებო, გაშარეთ კადრი, აჩვენეთ ჩვენიერი სტუმრები. Hi, გამარჯობათ. Hello. როგორ გძანდებით? How are you? Good. მე მინდა გითხრათ, რომ ბატონი ნუგზარი შემოგვიერთდა თავიდანვე შემოგვიერთდა და ეხლა რა შეიძლება ნუგზარზე თქვა, ეხლა არ ვიცი. ყველაფერი ნათქვამია უკვე რა. 100 წლის მერე თქვენს საფლავთანაც ვიტყვი რაღაცებს, შემოვინახავ რაღაცებს. ყველაზე მთავარი დაგავიწყდა რა უნდა თქვა, რომ გინესზე ვიქნებით წარდგენილი. ხო, ეს არის ესეთი იდეა. ბრიტანეთის არის გინესი, მაგრამ ჩვენ მაინც რაღაცნაირად გავიტანთ, რომ ყველაზე მხცოვანი ადამიანი, რომელიც ის ეთერში, ხო? ნუ ახლა ჩემხრის ეთერში მსოფლიოში არავინ აღარ არის. მაგრამ არა მარტო ამით ტრაბახობთ პოსტივში და კონკრეტულად ამ კაცის მიმართ თქვით, აბა დაიწყეთ. შეგვახერთ თავზე რა გეცხრათ, კაი, უბრალოდ ხო, რა უნდა თქვა, გილოცავთ ყველას, რა თქმა უნდა, 9 წლის ბიჭები და გოგოები ვართ. წინ დიდი გზაა, რა თქმა უნდა. უფრო დიდხანს ვიქნებით, ვიდრე ვიყავით გასილებით, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც მინდა გაგეზიაროთ. როგორ ჩემ თავს ვეკითხები ხოლმე. რომ ისე შევეკითხები ჩემ ტელევიზიას, რომ აი რა გინდოდა რომ მოხვედი ამ ქვეყნად, რა გააკეთე, რა შეცვალე, რა გადააკეთე უკეთესობისკენ. საშიში კითხვა. როგორ წაიყვანა, როგორ ჩემ თავს ისე შევეკითხები, გაიგე და შეატარი პასუხი. ეხლა ამაზე შეიძლება იყოს მრავალჯერადი პასუხი, მაგრამ ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ ეს ტელევიზია ეცადა და ფიქრობ შეძლო რომ გაეძლიერებინა სიტყვა მართალი, სიტყვის ჭეშმარიტება, მისი ფასი, მისი წონა და მისი თავისუფლება. აი ეს მე მგონი მოახერხა ამ ტელევიზიამ და დავარღვიეთ კიდევ ის საკრა. უნდა გითხრა ამ დროს რომ კიდე კარგი რომ მაშინ ვეცადეთ თავი მოვიკალეთ და შევქმნით, დავიწყეთ ინტერნეტით და დამთავრდა დიდი სერიოზული ტელევიზიით. შეხარჩაებადო და ის
რა ქვია, კოლაჟი, რომელიც დღეს ნახეთ ეს 10 წუთიანი კოლაჟი, ასეთი შეიძლება დამზადდეს ამ ტელევიზიაში ნამუშევარის და ნაღვაწის ხარჯზე ასობით. ჩვენ დაგვეზარა უბრალოდ ერთი. ხო. ასე რომ რა ვიცი, მოვიფარგლეთ ერთი. არა, ჩვენ თავარი რა იყო, მეგობრებო, ვიცი რომ თქვენ გიყვართ ეს ტელევიზია და ეს იყო თავარი. ჩვენ მოვიპოვეთ ლოიალური მაყურებელი. იმით რომ არ მაიმუნებთ, ერთ ადგილს ეთერში არ ვაქნევდით რა. თავიდანვე ვთქვით რომ ჩვენ ვიყავით ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები, ვიც ახლა პროპაგანდისტებს გვეძახიან და იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად შეგნებული, იმიტომ რომ ეს ხალხი, ეს კაცი, ამ კაცის პარტია, მართლობა, ერთადერთი მართლობა, რომელიც საქართველოს ფონს გაიყვანს და გადაარჩენს ომს, გაჭირვებას, ვოლუნტარიზმის სისულელეს, ეს არის შეგნებული გადაწყვეტილება. ამიტომ ეგრეთ წოდებული საკადრო გადინება ჩვენთან არ იყო. აქ მოდიოდა ადამიანი, ვინც ჩვენს ღირებულებებს იზიარებდა. ემნად ნათელი იყო, რატო უნდა მოსულიყო აქ და რა პარტიის იდეოლოგიას მე პირადად და რა კაცის იდეოლოგიას მამტკიცებდით, რომ აქ ზედმეტი კითხვები უკვე აღარ იყო. გინდა ჩვენთან მოსვლა და გინდა აქ იყო. დიახ, ჩვენ უჭერთ იმას, ასე საკეთებს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. ეგ ცალსახარი აქ ეგ ძალიან მე მგონი სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ ადამიანებს უყვართ, როცა არ ატყუებ რა. მეორე ამბავი იყო, რომ ჩვენ ეგრეთ წოდებული ლიბერალური პრესის ბინძური ორმაგი სტანდარტები არ მივიღეთ და მთლიანად ლიბერალური ორმაგი სამმაგი სტანდარტები არ მივიღეთ და გამოუცხადეთ ამას ნამდვილი ომი და გავიმარჯვეთ თუ გახსოვს სანამ დავიწყებდით ჩვენ ან როცა დავიწყეთ როგორ ეშინოდათ ლიბერალური ჟურნალისტების ხო რაღაცნაირად შევცვალეთ თვითცენზურა შევცვალეთ შემდეგ ჩვენი ხელისუფლების დახმარებით ჩვენი მცირე დისკრედიტიც არის ამაში ჩვენ დავანგრიეთ მითი უცხოელი პოლიტიკოსების. დავანგრიეთ რა, ეს დედაეტირად რა და ჩვენც მივიღეთ ამაში მონაწილეობა. და კიდევ ესეთი რაღაცები გვაქვს გაკეთებული. თქოთ, ბატონო ნუკრი. ხო. მე პირადად მოვედი, იმიტომ რომ იქ იყო სწორედ იქ ესეთი ეპიზოდი ძალიან მაგარი. ბატონო ნუკრი მოვიდა და რომ დაჯდა მე არ მივიღე ტელევიზიაში ნუკრი, იმიტომ რომ შენ გაქვს ცუდი აქცენტი თქო, პრონონსი თქო. და არაფერი არ გაბრაზდა ქართველებისთვის ახლა წაჩენი დედაცვატირო გულშიც კი არ თქვა არ შეიძლება გულს თქვა არ ვიცი მაგას არ მქონია წავიდა და მოვიდა ცოტა ხანში ამას რა გააბრაზებდა არ ხო არ მის თანადარბაისელი რამე გინახია ეთერში ხო მე რა თქმა უნდა შევიცანეთ ამ კაცის ნიჭი და ერთ-ერთი ნიჭიერი და ჭკვიანი კაცია საქართველოში დღეს მართლა ახლა ყოველგვარი იმების გარეშე ხო მახსოვს ეგ ეპიზოდის მახსოვს თავარი მიზანი იყო, რა თქმა უნდა, ის რომ სხვა პლატფორმა მაშინ ალბათ გახსოვთ, არ არსებობდა არა ლიბერალური. სადაც მიდიოდი იყო აზრის პოლიცია ყველგან რა და ეს აზრის პოლიცია ძალიან არ მომწონდა. ამიტომაც მოვედი აქ და მახსოვს ნენელა უბატებდით. გახსოვს ალბათ თავიდან არ იყო ესე იყო რაღაცა მაინც ეგ საერთოს ცენზურები იყო და სხვა რაღაცა იყო. ნენელა უმატებდით. ნენელა და ბოლოს ეხლა უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ამოცანები რაც მაშინ იყო და მე მოვედი 2018 წელი იყო მაშინ. შესრულებულია პრინციპში რა. აღარ არსებობს ეს აზრის პოლიცია, აღარ არსებობს ეს ლიბერალური ჰეგემონია და არსებობს რა თქმა უნდა თავისუფალი აზრი. ახლა ვისაც რაც უნდა იმას იტყვის და რაც თავარია აღარ გვეშინია იმის რომ რა ვიცი რომელიღაც საერთო გაბრაზდება რაღაცა აზრზე რომელიღაც პოლიტიკოს არ მოიწონება ეს თავისუფლება დამკვიდრდა ესე ვთქვათ რა და ამ თავისუფლების დამკვიდრებაში ალბათ პოზიტივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც საქართველოში ხო ნიკა ქობულაძე ნიკუშას ქონდა ადრესეთი ნიკი ფორუმზე ნიკუშა მარქსი ხო ფორუმზე მქონდა მერეც მქონდა ინტერნეტში მქონდა მემარცხენე ადამიანი იყო არ ვიცი ახლა არის თუ არა შედარებით მემარცხენე რა ძალიან არა ახლა ჩეგევარა არ არის შენ როდის მოხვედი მე მოვედი 19-ის ბოლოს 2019 ჯერ ეს მოვიდა და მე კი მე მოვედი 19-ის ბოლოს და მიდი მოხდა თქვის ადგილზე ხო რავი შალვა რა იცი სამდაში ძალიან მიხარია რომ პოსტივის გუნდის წევრი ვარ იმიტომ რომ
მე რა აქ რომ მოვედი მახსოვს რომ რაღაც თემები იყო რომ ძალიან გული მწყდებოდა რომ რაღაცებს რომ ამბობდით რომ აი კარგად მახსოვს რომ აი რომელიღაც აი ლიტველი და ლატვიელი რაღაც ევროპარლამენტარი რომ რაღაც სისულელეს რო იტყოდა და მთელი ქვეყანა რომ აი ნერვიულობდით და სულ მახსოვს მე რომ ამბობდი ხოლმე რომ აი რატო ნერვიულობთ ვინ არის ეს ტიპი და ჩვენ ვიყავით, პირველები ვიყავით მართლა, ვინც დავიწყეთ თქვათ, რომ მე რა, აი რა მნიშვნელობა აქვს ვიღაცა მეორე ხარისხოვმა ევროპელმა პოლიტიკოსმა, რომ ცუდი თქვა, თუ საქართველოსზე ადამიანი ცუდ ამბობს, ის არ არის კარგი კაცი. დღეს ეს უკვე ჩვენი ქვეყნის, რა ვიცი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილია. ჩვენ ვიცით რა, რომ ადამიანი მათ შორის უცხოელიც ფასდება იმის მიხედვით, რა გააკეთა საქართველოსთვის კარგი ან ცუდი. კარგს აკეთებს, მოგწონს, თუ საკეთებს, ვამბობთ ცუდი კაცია. და მესამამისად, ანუ ჩვენ მართლა რა, მე ასე მიყვარს სამხედრო ისტორია, მე ვთვლი რომ რაღაც მომენტში ვიყავით, ერთ-ერთი აი არიერგარდული ნაწილი ვიყავით მთელი ამ მედიის, ჩვენ წინა ხაზზე ვიყავით და ძალიან ვამაყობთ, რომ რაღაც ჩემი მცირეწვრილიც არის და ტელევიზიის ხო მე თუმეტესა რა ვშალა იცი რა ხა 9 წელი ვთქვათ ტელევიზიისთვის 9 წელი მთლიანად ჩვენი ორგანიზაციისთვის და 7 წელი ტელევიზიისთვის არ არის ბევრი მაგრამ ჩემი აზრით იმდენი რაღაცა გადახვდა რომ ალბათ ძალიან ბევრი ტელევიზიებზე მეტია იდეაში რა გადასცეთ დატო ალანდიას იქნებ მიკროფონი ხო დაიჭიროს ხელში პედლიჩკა გამოართვით თუ მე რა ვერ გავიგე იცი მე მინდა გკითხოთ აი პროდიუსერს გკითხოთ ჩემს პროდიუსერს რა ნიშნით დაარიგეთ პედლიჩკა ასაკის მიხედვით ასაკის მიხედვით ხო მე და ბატონ ნუგზა არა აბახეთ რო არის პედლიჩკა რა შუაში ეს ვერ დავინახე ხო ნე პარიადაკ ესე იგი რაც შეეხება დათო კალანდიას არის Facebook-ი თუ გააქვთ და დიდი ხანია გაქვთ მისი ფელეტონები, ჩანახატები, ასე ვთქვათ, ფელეტონი, ესე შეიძლება. მინიატიურები. არა, რა ერქვა ადრე დალოცულ კომუნისტების ხანაში ამას რა ერქვა? ხო, ფელეტონი. ფელეტონი, კი ბატონო. მისი ფელეტონები არა მშობლიური ენა, ზოგადად ქართული მისი მშობლიური ენა არ არის, ის არის რუსი, ვორონცოვი. რომანოვების მე პასპილებს ვეძახი ამის ნაწარმოებში. პასპილი ეხა არ არის თლად. რატო სიმართლეს არის? კუნაგორია შეიძლება ესე ვთქვათ. ну მოკლედ მისი საოცარი იუმორი გვახალისებს ყველას ეს რა თქმა უნდა ქართველია ბუნებრივია და მე გაოცებული ვარ იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ესეთი დონის ფელეტონისტი არ ყოლია რა ამას ხელს უწყობს რა თქმა უნდა დიდარი განათლება ორი ფაკულტეტი გაქვს დამთავრებული აბა გამოიცადეთ რომელი ხო ორი ფაკულტეტი ერთი კონსერვატორია ჩვენ თბილისის მეორე მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტი. აი გააფუჭეს, გამოადგა. გამომადგა. ძალიან კეთილი კაცი, დიდი კაცი და ძალიან სწორი ღირებულების ისიც როგორ არის, აი არ უნდა ბევრი ტვინის ბურღვა, თემების მიცემა, არ უნდა იმის შემოწმება, რამდენად არის ეს თემა ჩვენი ტელევიზიის დისკურსის გასწვრივ, ანუ იცის ყველაფერი თვითონ ძალიან კარგად. მინდა რომ შენი სადღეგრძელო მოვისმო. მე ესე იგი ჩვენ კომპანიაში ალბათ ყველაზე ნორჩი ვარ მოსვლასთან დაკავშირებით ტელევიზიაში მე 5 წელია რაც აქ ვარ და არ გაგიკვირდეთ ერთ რაღაცას ვიტყვი რომ ჩვენი ტელევიზიის სიდიადე არა მნიშვნელობა ხო მნიშვნელობა გავიგე 26 წლის 24 ხთებერვალს როცა დაგვასანქცირეს ესე იგი ჩვენ რაღაცას წარმოადგენთ. თავი დაგასანქცირა. კი და დიდმა ბორიჯო. ხო და მე რა გამახსენდა ესეთ ჩერჩილი იყო ასეთი ტიპი, რომელიც მე ხა დიდად არ ვიყავი არასდროს მაგისი ფანი, მაგრამ ზოგჯერ რაღაცას ამბობდა და მან თქვა რომ მე პოპულარობა როდის ვიგზენიო რომ ვარ პოპულარული, როდესაც ჩემი კარიკატურა ჟურნალ პანჩში გამოქვეყნდა რა. ხო და აი ეს მეც რა ვიცი რაღაც შედარება ანალოგია მაგრამ მე ვიგზენი რომ ჩვენ ტელევიზიას აქვს ძალა მართლა აი შენ ახალგაზრდობისას მუშათა კოლექტივები შრომელი კოლექტივები გამართავდით მაგალითად მიტინგს დიახ და რუკი პროჩ დალოით ასე შეიძლება არა უშავს ესეც საქმეა მე წარმოვიდგინე უბრალოდ შენ ამ გზნებარე სიტყვით გამოხვიდოდი იქ და მაგრამ არა უშავს ტროცკივით ხო თვალი დაებსოს
იმპერიალისტებს. დიდი მადლობა ეს პროჩ ყველაზე მაგრად მახსოვს, ლუკი პროჩ ად ეგვიპტა, ჩემი ბავშვობის ლოზუნგი იყო. მე მგონი ზოგიერთ ლოზუნგის შემოშავებაში თქვენ იღებდით მონაწილეობას ჩემთან. არ გინდა ხა. საათი ხნისა. არ გინდა ხა ეგ. ციცი ხანია გასულ. იმდენი წლის დამსახურებული მუშაკი ხარ იდეოლოგიურ სფეროზე რომ მე მხოლოდ შემიძლია თქვენ შეგან ვისწავლო მხოლოდ ეს შემიძლია რომ ძალიან მაგარი კაცი ხარ და რა თქმა უნდა ჩვენი ოთარი რომელიც არის აი ოთარ ჯულუხიძე რომელიც არის ასევე როდის მოხდა ეხლა 2020-ში ხო იანვარში იყო პირველი ბლოგი ჩვენ ხოდა ბლოგების გარკვეული სერია და მოდი ეხლა შენი სადღეგრძელო ჩემი სადღეგრძელო იქნება ესეთი რომ რეალურად მე პოზიტივში როცა მოვედი როგორც პოზიტივის მაყურებელი იმიტომ რომ მართლა იმ ლიბერალურ წვდიაჩი პირდაპირ თქვათ იყო შენ პროტექციით მოხვედი რაღაც მსგავს არა ვინ თქვა ამაზე ბაჩომ თქვა გურიმდან უკრიმ კი არ გინდა ხა ეგ მაყურებელი მოვედი და დამინახე და არა მაგრამ მე მაგას არა მე მაგას არ ვამბობ მე სხვა რამეს ვამბობ მე ვამბობ იმას რომ ან პოზიტივს უყურებდი და იმიტომ მინდოდა არა ეს შესანიშნავად ჩაეწერე პირველივე ეთერიდან კი ბატონო ხო და ან მე უბრალოდ მომწონდა ის ბლოგები, შენიც, გურის, ბაჩოსის სხვადასხვა გადაცემები, სადაც მართლა იყო ჯანსაღი ინტელექტუალური კრიტიკა და რაღაც აზრით მივხვდი, რომ აი ეს ხაზი არის რაღაც ისეთი, რომელიც გუნდის ნაწილის მინდა რომ ვიყო და მე აი მართლა განვითარდა უკვე ეს პოლიტიკურ დღესწესრიგთან, სუვერენიტეტისთვის ბრძოლა, ეს მართლა ეს უცხოელი სიტყვა რომ რაღაცა მთელ ერთს გულყა გვემართებოდა და აი ამ ყველაფერში რა ქვია, მინდოდა რომ ჩემი წვლის შემეტანა და პოზიტივი მომცა ეს შესაძლებლობა, რისთვისაც მე მადლიერი ვარ კოლექტივის და რა ვიცი, მე მგონია რომ მართლა რასაც ვამბობთ, ეს არ არის ყალბი. მე და ეხა ბიჭები არ მომცემენ საშუალებას რომ მოვიტყო, აი ქუჩაშიც რო გვაჩერებენ, ხშირად არის რომ აი მადლობას გვეუბნებიან ანალიტიკისთვის, იმ პოზიციისთვის, რაზეც გავარ, იმიტომ რომ ჩვენ მართლა არ ვიტყუებით. ანუ ჩვენ ვართ ავთენტურები. ანუ რასაც ვფიქრობთ, იმას ვამბობთ. და ამას ქართველი ადამიანი ყველაზე მეტად აფასებს. იმიტომ რომ აქამდე აი ჩვენ როგორც ვიყოთ ეს ჟურნალისტების ასე ვთქვათ, რაღაც მანკიერი იყო დამკვიდრებული იყო, რომ აი რაღაც თეატრალიზმი ხონდა დამკვიდრებული. უბედურება შეიძლება ტრიალებს, რომ ისინიც იმას ამბობენ, რასაც ფიქრობენ. იმედიესი არ არის. იქ ხომ ნახე არა, ხო გახსოვს არა, გვარამი ხო ამბობდა, მე ვარო აი ობიექტური ტელევიზია. ხო და უყურე შენ თუ ისინი თუ იმას ამბობენ, რასაც ფიქრობენ, ძალიან სულად აღწევ. ხო ეგეც ხები აი სად არიან? შალ აი დღეს მაგალითად მოხდა ესეთი ამბავი, რომ ტრამპმა გამოგზავნა წერილი ჩვენს პრემიერს. და ნუ ხო ეხლა მე ესენი ხო ცოცხალი თავით ჩვენ ნიუ-იორკში ხო სამიძე უსაფრთხოების სამიძე ალბათონი მაკა ოჯახში საქართველოს საქართველოს რო წერენ ხო აი ესენი წერენ აცხადებენ აი მედია მაკა ბოჭორიშვილი იყო იქ. ვინ არის მაკა ბოჭორიშვილი? არ წერენ. ვიღაცა მაკა ბოჭორიშვილი. აი ეს ხო, აი ისეთ სულდაბლობა, დებილობა არის რა. მართლა ესეთები არიან. დებილები შეიძლება დამაჯერებონ ახლა. ნუ არაადეკვატურები. შალვა, ერთსაც ვიტყვი რა, აი პოზიტივის ხიბლი რაც იყო ორი რაღაცა. ობიექტურობის პრინციპი, რომ ფეიქებს არ ვავრცელებ და სუბიექტურობის პრინციპი, ანუ ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, ჩვენი ხედვა, ჩვენი პრეფერენცია, ვის უჭერთ ხარს და ეს ორი არის ძალიან კარგად სინთეზირებული ტელევიზიაში. ლონდონში ლორდებმა ჩათვალეს, რომ ჩვენ ვავრცელებთ ფეიქებს უკრაინაზე. ანუ უკრაინა მოიგო ეს ომი და ჩვენ ვიძახით 4 წლის თავზე ზუსტად. დიდი მადლობა მეგობრებო, ეს არის პირველი ჩვენი შესანიშნავი 7-ეული, არა 6-ეული, ხო? 6-ეული რომელიც წარმოგიდგინეთ სულ მცირე პაუზის შემდეგი 6-ეული შემოგედგოთ თქვენ დიდი მადლობა დიდხანს ვიყოთ ასე კარგად. ოქროს ხალხი მოვიდა, გაშალეთ თუ შეიძლება კადრი, ხედავთ რომ დათაგვასალია, იოანე, ჩვენი შაიშმანაშვილი, გიაბაშიძე, ზია დავალიანი, ეს სერიოზული ხალხია მეგობრებო, ანალიტიკური გადაცემების ავტორები, წამყვანები. გიორგი შენგელია უნდა აღნიშნო, ეს არის კაცი, რომელიც უფროსია ამ მიმართულების ჩვენი ტელევიზია, რომლის დამსახურებას არის რომ ესე დიდი რეიტინგი აქვს და რომელსაც ასე უყურებთ ამ გადაცემას. იმიტომ რომ ძირითადად როგორ არის სხვა არხებში, რომ გასართობი გადაცემები უფრო უყურებად, აქაც ეგრეა, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ძალიან ხარისხიან ანალიტიკას, ზუსტად ისე როგორც ჩვენ მოსახლეობას, ჩვენს წილ მოსახლეობას ეკადრება. კარგი, დავიწყოთ მეგობრებო. იოანე, შენ შეხვდი როდის? 2020
19-ის ბოლო 20-ის დასაწყისი. ზუსტად იცის რა უნდა და რა მოხდება და სადღაც წავა. იონია ძალიან კარგი კაცი, შაიშმელაშვილი, მამაო არის მაგისი. მამა და ძალიან მაგარი ოჯახიდან არის. ვიცით ეს. ჩვენ და მის ოჯახსაც ვიცნობთ და იცით როგორია, აი არის რაღაცა გადამწყვეტი ფაქტორი ამაში, როცა ჩვენ თანამშრომლობთ არის ხოლმე, გვაინტერესებს. ვიღაცას თლად ქუჩიდან არ მოვიყვანთ, იმიტომ რომ ბევრი მიზეზის გამო. მოდი, გითხარი სად გძელო. პირველ რიგში გილოცავთ ყველას. მართლა ისეთი პერიოდი გავიდა ამ ბოლო გინდა 9 წელი ვთქვათ და გინდა ბოლო 7 წელი რაც დაიწყო საკაბელო ტელევიზიო სატელევიზიო ჩვენი ასე ვთქვათ საქმიანობა გინდისე გინდასე იმდენი რამე შეიცვალა ამ ბოლო წლებში აი თვალსა და ხელშუა პრაქტიკულად მთელი გეოპოლიტიკა შეიცვალა ჩვენ მიმართ დამოკიდებულება ჩვენი შიდა პოლიტიკა ჩვენი შიდა პოლიტიკური მოცემულობა ჩვენი დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკაზე და ჩვენი ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან თუ არაპარტნიორებთან და აქ ნამდვილად უნდა ითქვას რომ მართლაც კარგია რომ შეიცვალა ყველაფერი ჩვენ და სასიკეთოდ მიუხედავად იმისა რომ სირთულეც ბევრია გამოწვევაც ბევრია და აღარ ჩაუღრმავდები ახლა ამ ყველაფერს ძალიან დიდი საქმე გასწია ამ გუნდმაც და მართლა ეხლა სათითაოდ შეიძლება რა თქმა უნდა ჩამოთვლა ყველა გადაცემა ყველა ჟურნალისტი ყველა წამყვანი ყველა ანალიტიკოსი ვინ რას და როგორ აკეთებს ყველამ ვიცით ბუნებრივია და ნუ ეხლა გასაგები ამაზე რეიტინგების მეტყველებს და ყველაფერი ჩანს ყველასთვის თუმცა მთავარი მაინც ის არის რომ აი ამ რთულ პერიოდებში რა სადაც მართლა ხანდახან ნერვების ომიც იყო ხანდახან ისეთ დონეზე მიდიოდა ყველაფერი რომ სამეგობროში და პირად სივრცეშიც კი გადმოდიოდა ის ყველაფერი რაც წესით არიგით ტელეეკრანს და ასე თქვაც მედია სივრცეს არ უნდა გასცენოდა მიუხედავად ამ ყველაფრისა პოსტივიმ შეძლო და თავი დაიმკვიდრა როგორც ერთ-ერთმა ძლიერმა ტელევიზიამ ქართულ რეალობაში და ამას ალბათ ბევრი ვერ გააკეთებდა, ბევრმა ამას ვერც გაუძლო, ესეც შეგვიძლია ვთქვათ და ესეც შეგვიძლია ვახსენოთ, თუმცა არა, ვერ გაუძლო, ვერ ვიტყოდი. იყვნენ ვიღაცები აქედან იდეური მოსაზრების გამო წავიდნენ, მაგრამ საალხელზე ჩამოითვლებიან ისინი. არა, მე ვიგულისხმე კონკურენტი ტელევიზიები. არა, კონკურენტი ტელევიზიები. ამაზე მქონდა საუბარი. შიგნით რა თქმა უნდა, ეს მართლა ხელზე ჩამოსათვლელი იყო ეს ყველაფერი, ხა მაგას ვერც ვერავინ ვერ გაიქცევა იდეაში. ეს არ არის ისეთი განსაკუთრებული. სხვა მხრივ კიდე ბევრი შეიძლება რა თქმა უნდა ეთქვა ჩვენი არა მარტო ეხლა დასაწყისში ამბობდი ხო არა მარტო პოლიტიკური და ანალიტიკური გადაცემები ჩვენი გასართობი ქვია, მაგრამ რეალურად არის ზოგი შემეცნებითია, ზოგი კულტურაზეა, ზოგი 1000 თემაზეა, ისინიც საკმაოდ კარგად არიან წარმოდგენილი, თავისი მაყურებელიც ყავს, თავისი თაყვანისმცემლებიც ყავს და საკმაოდ კარგი პოზიცია უჭირავთ ყველა კუთხით, ასე რომ გულოცავ ყველას ამ და კიდევ ბევრი ასეთი წარმატება ჩვენს გზაზე. ერთადერთი ჩემს 35 წლიან პრაქტიკაში ერთადერთი ადამიანია რამდენი კასტინგია გამიკეთებია, რამდენი განცხადებით ამიყვანია, განცხადებით მოსული ერთადერთი კაცია, რომელიც არა მარტო გამოგონდა, არამედ მაგარია. ხოესია, მოყევება როგორ იყო? ხო, მოკლედ ეს უნიკალური შემთხვევაა. გილოცავთ ყველას და ჩვენს მაყურებელს პირველ რიგში, იმიტომ რომ პოსტივის ყავს ერთგული მაყურებელი, თავისი მაყურებელი და კონკრეტული მაყურებელი. აი ამ 9 წლის განმავლობაში, ნუ პოსტივისთან ერთად დავიბადე მე როგორც პროფესიულად და ყველაფერი ვისწავლე აქ. და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ ყველაფერი აქ ისწავლა, არა მარტო რეპორტაჟების კეთება, არამედ მონტაჟი, გაფორმება და სხვა ტექნიკური საქმიანობები, რაც მუშაკმა ტელევიზიამ არის. ნუ ყველაზე მეტად მე რაც მეამაყება არის ის, რომ პოსტივი შემოვარდა მედია სივრცეში. ეს არ იყო უბრალოდ გაიხსნა ახალი არხი. პოსტივი თავიდანვე თავისი ნიშა დაიკავა და ყინულის მჭრელი იყო, შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ ჩვენ თავიდანვე დავიწყეთ ისეთ საკითხებზე საუბარი, რაცაც მედიაში არ საუბრობდნენ. მაშინ თითქოს რაღაცა ტაბუირებული თემები იყო და ჩვენ დავიწყეთ ამ ტაბუების ცხრევა და მაყურებელი ამაში გამოყვა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს დანაკლისი იყო მაყურებელში, რომ ისეთ თემებზე ესაუბრა მედიას, რომელზეც თითქოს არ საუბრობ. აი თუნდაც შენი ეს საფირმო ჟურნალისტური მითი დაიმსხვრა ყოველ შემთხვევაში. მე არ მithქვამს ეგ ჩემი მე არა ვარ ავტორი ამ ფრაზის. ჩვენ თანამშრომელია ამ ავტორის ამ ფრაზის. მაგრამ რა შვება ეკრანი შენ მოგეწერა. მეწერა კი რა. არა, ნუ იქნება. ხო და შემდეგ უკვე ყველა ეტაპი გავიარეთ პრინციპში აი ცნობილი გამოთქმის არ იყოს ხო რომ თავიდან გვაიგნორებდნენ გვახსოვს ეს კი არა ხო როდესაც მე გადაღებებზე დავდიოდი ხოლმე რომ მაშინ აი ვინ ახარ საერთოდ რაღაც ესეთი დამოკიდებულება იყო შემდეგ იყო მომენტი რომ აი დაგცინოდნენ რაღაცა ამრეზად გიყურებდნენ
მე ბრძოლა დაგვიწყეს და ბოლოს როგორც ხდება ხოლმე გვაღიარეს და გავიმარჯვეთ. და სად გვაღიარეს თან? ხო, და თან საერთაშორისო მასშტაბით. საერთაშორისო მასშტაბით ნამდვილად. და დღესაც აგრძელებს პოსტივი იმ ხალხს. ამას შეუძლია გააკეთოს ერთ კვირაში რამდენი წუთიანი ფილმი? ერთ კვირაში არა. რამდენი? აი, 3 დღეში. 2 დღეში, 3 დღეში. რამდენი წუთიანი ფილმი? ყველაზე მეტი გამიკეთებია 45 წუთიანი. ოღონდ ესეთი კი არა მიფუჩეჩული, რომელსაც უყურებ და გაინტერესებს. ნუ იცით თქვენ, ვინ ჩვენი მაყურებელია, შემოქმედება ამ კაცისა იცის და ძალიან დასაფასებელია და თან ჩვენი კადრია თავიდან ბოლომდე, ჩვენი ტელევიზიის კადრია. მე მართლა მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მიიღო მონაწილეობა იმაში, რომ ვისწავლე ძალიან ბევრი რაღაცა. მარტო არ მისწავლია ცხადია და კაიხარი. ხო და შესაძლებლობა არის მთავარი. თორემ ტელევიზიებს რო აკვირდები და ჟურნალისტების კარიერას ესე ვთქვა. 9 წელიწადში ამხელა შესაძლებლობები რო გეძლევა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ იზრდები პროფესიულადაც. ზვია დავალიანზე მიდეთ, არავისთან არ დამჭირვებია ამდენი ძალისხმევა მოსვლაზე დათანხმებაზე. არც ერთ ცნობილ ადამიანთან, ცნობილ წამყვანთან მე ბევრთან მიმუშავია, ბევრი შემისდენია, დამიკერია რომ მოსულო, შენთან გამიჭირდა ყველაზე მეტად, ხო ესეა? ბოლოს დაიკერა, ხო? ბოლოს როგორც ჩანს, რაღაცნაირად დაიკერა. ხო ესეა? აი, კი, ასეა. ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. კი, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ეს არის დაგეგმილი და ეხლა ცოტა დაიბნა. არა, ამის მიზეზსაც გეტყვით, არ არის პრობლემა, გეტყვით ამის მიზეზსაც. სულ მაინტერესებდა ამის მიზეზი, კი, პოსტივი ნამდვილად იყო ძალიან გამორჩეული არხი თავის დაბადებიდან და სხვათა შორის, რადგან ისტორიაზე ვლაპარაკობთ, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ მანამდე სანამ ეგ ისტორია მოხდებოდა, პოსტივის ჯერ სანამ ვებმა უწყებლობა იყო, მანამდეც ვიყავი პოსტივის ერთ-ერთი ავტორი და ბლოგების ავტორი, ასე რომ შეიძლება შემიძლია ვთქვა, რომ პოსტივის დასაწყისის პირველი ნაბიჯებიც ერთად გადავდგით, მაგრამ სატელევიზიო ფორმატს რაც შეეხება, კი ბატონო, მართალი ხარ, ბატონო შალვა, იმიტომ რომ პოსტივი იყო ნამდვილად მაშინ და ეხლაც განსხვავებული არხი და მე არ ვიყავი დარწმუნებული, მე რამდენად ვიპოვიდი ჩემს ადგილს ამ ფორმატში. მაგრამ რეალობა აღმოჩნდა ის, რომ პირიქით პოსტივიზე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და საშკელი ზეწოლა მქონდა შენზე. და ეს კარგი იყო, მე ანუ ესეც აქ ვისწავლე, როგორ უნდა მიაღწიო, როდესაც სიმართლეს და როდესაც კარგ საქმეს ემსახურები, როგორ უნდა დაარწმუნო საკუთარი თავი. ხო, კარგი ხარ. და ამიტომ ბევრი რამე ვისწავლე და სხვათა შორის ამაზე უფრო ცლადად შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ ახლა სამეგზელოს გეტყვით. ზვია დავალიანზე მინდა გითხრათ, რომ ეს საქართველოს წამყვანები როგორ არის, ხო იცი, რაღაცას კითხავენ და მე პასუხის მიხედვით კი არ აგზელებენ კითხვას. ან ის თემა კი არ იციან. აი ჟურნალისტები არაფერი არ იციან, აი მიყავთ პოლიტიკაზე, გეოპოლიტიკაზე, ეკონომიკაზე. საერთოდ აზე არ არიან და რაც ყველაზე მურტალი ამბავია, საკუთარი მნიშვნელოვანი დოქტრინალური მიდგომა არ აქვთ. ამ კაცს აქვს თავისი დოქტრინალური მიდგომა, ანუ თავისი პოზიცია მრავალწლიანი და იმ პოზიციიდან ჩვენ არ გვერდება პოზიციის მქონე პირიქით ჩვენ ყველა წამყვანი არის პოზიციის მქონე ყველა სახე და იმ პოზიციიდან გელაპარაკება ეს ძალიან მნიშვნელოვანია შენ ბევრს არ აქვს რა თითქმის არავის არ აქვს რაც გაქვს შენ და აქ თითქმის ყველანი მე ვისაც ვიცნობ ყველანი ასეთები ვართ და ამიტომ მე არ გამჭირვებია ნამდვილად პირიქით პოსტივი არის ჩემი ოჯახი და მე პოსტივისთან დაკავშირებით ასევე ვიტყოდი გავაგზავნებ გარკვეულწილად დათას აზრს რომ ჩვენ პოსტივი დაარსების დღიდან სანამ საერთოდ სატელევიზიო ფორმატში გადავიდოდა ეს მედია მანამდეც ვლაპარაკობდით იმას რასაც დღეს ლაპარაკობს მთელი ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ეს არავის მიმართ ნიშნის მოგებით არ ვამბობ ამას ანუ ყველა მედიას საზოგადოების ყველა სეგმენტს თავისი ნიშა აქვს, თავისი ფუნქცია აქვს, ვიღაცამ რაღაცა ასე უნდა თქვას, ვიღაცამ რაღაცა ისე უნდა თქვას, მაგრამ უბრალოდ პოსტივის სპეციფიკას ვუსვამ ხაზს, რატომაც მიყვარს ეს არხი, რომ პოსტივი დასაწყისიდან, დასაბამიდან იყო არხი, სადაც თავიდან ბოლომდე ვამბობდით სიმართლეს. მე უნდა ჩავერიო, იმიტომ რომ ეს ბლოკი არ დამთავრდება არასოდეს. შენ ესეთი ხარ, როცა შედიხარ ეშკში, მე უკვე აღარ ამთავრებ. და ეს არ არის ცუდი.
მაშინ შემაჩერეთ როგორ წამყვანმა. შეგაჩერეთ. ხო. ხო, აგერ კაცი ლეგენდა. რამდენი წელია ვიცნობთ, რამდენი ხანი არ ცხოვრობენ ერთ. ვიცნობთ ფრედრიხ ხანია 21-დან აქა ვარ, ხო? 21-დან აქა ვარ, გიაბაშიძე, რომელიც ზედმიწევნით იცის მთელი ეს დასავლური ბიუროკრატიული კორიდორებისა და ხრიკების ანთოლოგია. საკითხული კი არ დაწერილი აქვს რამის და რომლის აზრი არის ყოველთვის ზუსტი, სწორი და რომელსაც ძალიან დიდი ინტერესით ელის ჩვენი მაყურებელი. ხო. მადლობა ულოცავ ჩვენს მაყურებელს, გულშემატკივრებს, პარტნიორებს და საინტერესო ის არის, რომ იოანე აკეთებს ერთ-ერთზე რეიტინგულ გადაცემას ევროკრატიას. აი, ამ გადაცემაში მე ვარ ერთ-ერთი კონსულტანტი, დამხმარე ანალიტიკოსი ყველაფერი, რისერჩერი, Google სერჩი. არა, მაგრამ Google სერჩი არა. არა, ნუ ვუტრირებ, რა თქმა უნდა. მაგრამ აქ ხა შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, არის თავარი ის რაც ახსენე, რომ სადღაც 12 წლის განმავლობაში მუშაობდი მხოლოდ ევროკავშირის სტრუქტურებში. აქ სხვა მისიები, ელჩები, ასე შემდეგ. მიმუშავე ასევე ბრიტანულ ანალიტიკურ ცენტრებში. ანუ ყველაფერი ეს ვიცი ხო, მაგრამ როდესაც ამ მომბეზდა წამოვედი 2015 ცოტა ხანი ვიყავი რაღაც სატელევიზიო სივრცეში იბერიაში, როდესაც სანამ გაგიჟდებოდნენ იქაურები, მე უკვე მქონდა სხვა საკონსულტაციო პროექტები ჩვენებთან. ანუ ვისაც ჩვენ მხარს უჭერთ და უკვე 20-ში იმედი, 21-ში ისა და რისი ხაზგასმა მინდა. რატო ვამბობ ესეთი შესავალი? 2020-ში იმედზე რომ გამოვჩდი. ის ხალხი, ის ბაბლი, ხო, ეს ფსევდოლიბერალები, როგორ შენ იქიდან აქ მოხდი და საერთოდ მე ნოკაუტი იყო მათთვის ჩემი პოსტივში გამოჩენა, ხო, ბლოგერი, ასე შემდეგ, ამყვანი და ასე შემდეგ და რაშია საქმე? ის კი არ არის რომ რაღაც კამელეონი ვარ და ვიცვლი და რაღაცა. კარგად რაღაცას რომ შეისწავლი, მე გამოგაგ დასკვნები, ხო? აქ იყო წინა ბლოგში შეეკითხე, რომ ნიკუშა მარქსისტიო და რაღაც. მე მარქსისტი არ ყოფილა. ვიყავი ესეთი სტანდარტული ლიბერალი, მაგრამ 2016-ში უკვე, როდესაც აი ტრამპის საარჩევნო კამპანია იყო და ჰილარისთან ასე თქვა პაექრობა და რაღაცა, ნუ მივხვდი რომ არ არის ის ლიბერალიზმი, რისიც მე მჯეროდა, ხო? შესაბამისად მუშაობთ, ვაკეთებთ საქმეს და ნუ ახლა ყველაფერს ვერ ვიტყვი ეთერში, მაქვს კვლავ საქმიანი კულუარული ურთიერთობა სხვადასხვა ევროპელ კოლეგებთან. თან საინტერესო ამას ამბობდა, რა რას გეუბნებიან კულუარებში? გვაქვს, ესე იგი, არაოფიციალური შეხვედრები, ხო, სადღაც კი არა იქ კონსპირაციაში ან რაღაც. ჩვეულებრივ ცენტრის სხვადასხვა კაფეებში. მე ცუდებიო, რო ეკითხები, რატო გვაქვს ძალიან ესეთი კონსტრუქციული და მწვავე კამათი. ხო. ერთადერთი რაც შეიძლება რომ თქვა თანხმდებით და ვაღიარებენ ამას, ის არის რომ ქრისტიანულ მართლმადიდებელ საქართველოში ასეთი ჭარბი რაოდენობით ეს ფსევდო რაღაცა იდეოლოგიების თავზე მოხვევა და ოჯახური სიწმინდის გამოცხადება და ოჯახის დაცვა გამოცხადება რომ ანტი-LGBT პროპაგანდა არის, ამაზე თანხმდებით რომ კი, დაშავებული გვაქვსო. იქ ვერ თანხმდებიან, მაგრამ იმაზე ვერ თანხმდებით და უკვე მე დავცინი, უკვე მათივე ასე თქვა წყაროებით რომ როგორ ვარ პრორუსული თუ ეს იყო ამადამ ბრიტანულ არხზე. ნუ ახლა ჯერჯერობით ესეა და არა. ჩვენ მეგობრებო, რო იცოდეთ, არც ერთხელ არ დაუპატიჟებთ საელჩოში, ამერიკის საელჩოში ვიყავი. არც ამერიკის და მე 20 წლიდან ბრიტანის საელჩოში აღარ მეპატიჟებიან. ხო, არავინ. ხო და ნუ ახლა როგორ ზაპატიჟონ სადღაც წავიდე, ხო? აი, свято место пусто не бывает. მაგრამ ველაპარაკებით მათივე წყაროებით, ხო? GB News და რაღაც Fox News-ით რო ელაპარაკ, ეს რა არის? Russia Today არის? ამით რო ელაპარაკ, არა ესე არ არის კარგით რა. ნუ კაცო, bullshitting is არ გვინდა რა ბლა 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 და ასე. ანუ ვაგზელებთ ჩვენ საქმეს. დიდი მადლობა. კიდევ უფრო მეტი შემართებელი კადრი არის ეს კაცი. დიდი მადლობა მეგობრებო. გაქვთ ამის დასამართლებლად მართლა კი არა, შემოგინახე ერთი წუთი. მინდა რომ კიდევ ერთხელ ჩემი სახელითაც და თითოეული ჩვენგანის სახელითაც მივილოცო და მიულოცო თითოეულ თქვენგანს და მიულოცო პოსტივის მაყურებელს, თლიანად ქართულ საზოგადოებას პოსტივის დაბადების დღე. მოილოცე კიდევაც. მივილოცე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არხი ჩემი არხიც არის.
და მე ვამაყობ იმით რომ ამ არხზე ვმუშაობ და მე ულოცავ ნამდვილად ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს იმას რომ პოსტივი არსებობს და პოსტივიმ გააკეთა და კიდევ გააკეთებს მომავალში ძალიან საჭირო საქმეს მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის. მოიცურათ რომ მეგობრებო, დიდი მადლობა რომ თქვა ჩემთან ერთად სადაზღვევო სამოს, მაგრამ სხვებიც არიან და რეკლამის მერე სხვები მოვრენ. ტურფასა საბაგრანოს. ნუ დამწყმელი ძალა გამოვიდა პრაქტიკულად. ჩვენი ლევანი გოგორელიანი ფაქო, საჯაია. ჯავია, საჯაია, ცემო საჯაია. სად არის ხვათაშო? სად არის? გამოსწორო რო გინდა სიტყვა. სად არის? აქ ხო იყო საჯაია. აქ არის ხო? თემო მაგარი გიტია ჩვენი. და ნუ აქეთ შეგვიძლია ჯოხაზე ვთქვათ, იქეთ შეგვიძლია ზვიადმილიაძე და რა თქმა უნდა ჩვენი ყველაზე მაგარი ზურა მანჯავიც. ეხლა ესენი არიან, იცით. ამათი ხელობა იცით რომ ხალხის ცუდი ხალხის გამაიმონა გაჩერდება არის უძველესი პროფესია. იმათთან ერთად თამადა და ჩვენთან ისე მუშაობს საზოგადოებრივი საწყისებზე მუშაობს შენ ნამდვილი პროფესია თამადობა და აგერ ცოტა ხანში ვამზადებ ცვლას თამადის ცვლას გაგაგდოთ და მივიღოთ ეს გოგო ეს ხურობთ რა თქმა უნდა და ნუ ზვიადი ახლა გასაგებია ვიც არის ზვიადი ლეგენდარული ადამიანი რომელიც ქახსის დღიდან კი არა რა ვიცი იმ ოთახში იყო სანამ გავიხსნებოდით სადაც ჩავიფიქრეთ ეს ტელევიზია და სულ თან გვდევდა 2017 წლის თებერვალში მეგობრებო ჩვენ ხო ივლისში გავედით ეთერში კი არა და ინტერნეტში და 2017 წლის თებერვლიდან პრაქტიკულად ჩვენთან ერთად ატარებდა აი ამ ძიმე ჭაპანს ტელევიზიისა. თქვენ რა შეხება თქვენს თითქმის ერთი წლის მერე მოვედი თქვენ? 17-ში. 17-ში მოხვედით ხო იქნებე? შენ მოხვედი? 2020-ის ბოლოს. 2020-ის ბოლოს. მოდი აი მე ყველაზე ახალგაზრდა. აი ხო ხედავთ. შენზე არ მithქო და რატო შენზე არ მინდა რომ თქვა. ხო, ეხლა რა არის ქართობაშიც რა თქმა უნდა არის უდიდესი პოლიტიკა ჩაქსორი, და როგორც დავდილი პროდიუსერი. ეს საყინოი ვარიანტები არის პოლიტიკა და მართლაც ჩვენ გვაქვს როგორი ბადა, იცი? ჰომოგენური, ანუ ვერ ვარ გავატრაკოთ, ერთმანეთს გავს სულისკვეთებით გადაცემები და ისე რო არის ზოგიერთ არხზე რომ რაღაცაა და მე სხვა რაღაცა არის. ჩვენთან არის ერთი კაი ნაღდი ქართული ნორმალური გადაცემები, რომ ოჯახის წევრთან რომ აი ესეთი დაждები არცად არ შეგწება არც ერთი არ შეგეშინდება რაღაცა გამოხდება რაღაც საშინელება გამოხდება არის სამუშაო სხვა არხებზე ამასთან დაკავშირებით არ გამოხდება ნაცი ხო არის არა ნამდვილად აქ ნაცი არ გამოხდება თუ გამოხდება ეგრევე თავი მოჩნა თამაში რო არის ხო ის რაღაც რა ამბობ კი ბატონო არა მართლა და ჩვენი გასათობი ნაწილიც ემსახურება იმას რასაც ნორმალური ქართული ოჯახისეული ტრადიციები, მართლმადიდებლობა, აი რაც ჩვენ ვიცით რომ გავიზარდეთ თინეიჯერებიდან რომ გამოვედით და გვინდა ისეთ ქვეყანა იყო ჩვენი შვილები როგორც მეუღლენ, აი იმას ვაწვევით და ვქადაგებთ. კი ბატონო. გავუმოჯო შენ სიტყვას გავუმოჯო. აბარა. მოდი და ალავერდი შენთან ვარ. ალავერდის ძალიან ადმინოც ესმა გილოცავთ. და მართლა ეგეთ გააცნობა. გილოცავთ პოსტი გამოვიდეს. არ ვიცი ბატონი ზურა ახერდა. თუ შეიძლება პირველი ბრძანე. მე გილოცავთ მართლა როგორც გაიხსენენ თავიდან თითქმის ერთად წამოვედი ესე ყოფილა და ძალიან ბევრი რამე გავიარეთ ერთად და მე წეგან მიხსენებით გარეთ რა ხდებოდა და ბევრი ისეთი სიტუაციები მახსოვს პოსტივის ეზოსთან, პოსტივის ღობესთან, პოსტივიში და ბევრი ისეთი ეპიზოდი იყო რაც ყველამ ერთად გავიარეთ და მადლობა მინდა ყველა იმ ადამიანს უთხრა, ვინც ამ ტელევიზიაში მუშაობს, იმუშავა, თავისი კვალი დატოვა და ააშენა რა ეს ტელევიზია ისეთი როგორიც არის და წეგანაც საუბრობთ რომ პოსტივი თავის დროზე იძახდა ისეთ რამეს, რაც თითქოს ერთი პერიოდი იყო მისაღები არ იყო, მაგრამ ისე გახდა საბოლოო ჯამში პირიქით. აი ხა. ამიტომ კიდევ ერთხელ აგიმარჯოს ჩემო ფაქო, აგიმარჯოს. შენი რა თქვი? ჩვენს მიღებლობას გაუმართე. შენს გააგზავნე. ავიტაცოთ, მოდი ავიტაცოთ. მე როგორც გურული პირველი მშვიდობის საგზელო სიტყვი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მშვიდობა ჩვენ გადმოგვიოს. ჩვენი ისე წვლილი შევიდა, თუ წვლილი შევიდა. ჩვენი არის მშვიდობიანი 9 წელი. ვიღაც ხო არის ისეთი 9 წელი.
ხო მეტი. თვითონ პოსტივის. პოსტივის შვიდობიანი არა, ისე კაცო, ისე 14-ია, მაგრამ. ო, ისე 14-ია. მაგრამ შვიდობიანი 9 წელი ჩვენი, აბა ამ შვიდობას გაუმარჯოს. გაუმარჯოს, შვიდობას გაუმარჯოს. ჩვენ ამოგვეზარდნეთ ბიჭები. ხო, სწორად დავიწყეთ. ბატონო ზურა, შენ შემოგივლოთ. ყველას ვინა მოგილოცოთ ეს შვიდობიანი 9 წელი და სამართლიანობის 9 წელი. კიდე რაც ჩვენს არხზე ზეიმობს, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა იპოვა სამართლიანობა ჩვენს არხზე რა, იმიტომ რომ შეიძლება სადაც, მაგრამ ამას რო უყურებს ჩვენ არხს, შვიდდება. არგეუნებიან რომ ამას რო უყურებს რაღაცნაირად შვიდდებია და იქნება არღეს. დავიდეთ 11 შვიდებს არჩევ. არა, ხო ვაჩერებთ ხალხს კიდე და წავიდნენ და ვიღაცები მოკითხონ ვიღაცებს რაღაცას, მაგრამ არ არის ჩვენ. მოკეთ დიდი მადლობა. მეგობრებო, მე აი შენ გაიხსენე შემთხვევები. ერთხელ მახსოვს შალვა ნათლაშვილის ახალგაზრდული ბიბლიოთეკა. ჯერ შალვა ნათლაშვილი რა არის? მოიტანეს უნიტაზე. მახსოვს მასტერ-კლასი რო ჩაუტარა. ჩემ უნიტაზე იყო ფოტოში და იყვირეს და აი ჩაირე ცხება და ძოლი მყავდა ბაში. გახსოვს რა? კი, მწვანე. ვაჩუკი უნიტაზე. მიქონდა და არ გაატანა. ტოტოეთო ესო? არა, დადავეთ კაცო, არა თო. მახსოვს რომ ერთ ამბავში იყვნენ და შალვამ დაწყნამდით თო ეხლა უნდა გამოვიდა და დაშალა რა. არა, ნუ ასყიროდო და გასაგებია, მადლობა მივიღე უნიტაზე, დიდი მადლობა, ჩამრეცხეს, კარგად ყავი და უნიტაზი ახალი იყო და რაღაც აღებას აპირებდნენ რა. ბაბა. აღებას აპირებდნენ და აბრია ხომ მომიტანი ხო ჩამრეცხე და მე ჩემ ძღოლს ვაჩუქებოდა. ყოველ იმის დროს გაახსენდებით. ეგეთი მახსოვს, ბოსნეულის ამბავი რო იყო და მე რო ფიში რო წავიდა. რა კარგია შალვა ნათლაშვილი. ყოველი ხო, და კარგი. აუმარჯოს ჩვენ თქვენ უბრალოდ მაპატიეთ არ ავსვავ. კაცი ადამიანს აგიხდება, არ გიხდება. ლაპარაკი. ძალიან კარგი. ლაპარაკი. რა მე ჩემს საქმეს ჩემი საქმით ბატონო შალვა. რა, აი რაღაცა ცოტა რობოტი ნუ იქნები, ადამიანი გახდი, რომ სამე გამოავლინე რომ გული გაქვს და უჩინათლავი. შენ ის არ ხარ გული გაქვს. ჩემთან ერთად რა. როგორი მისია გაქვს? უნდა გამოავლინო რამე რომ გული გაქვს. ნუ მორჩხობ, მიდი. თუ ჩვენები არიან, ჩვენები შევიგინო. ჩვენები გიყურებს. ზურას არ უთქვა, ბატონ ზურას არ უთქვა. ნაცი აქამდე ვერ გაძლევდა. რა რას გაძლევდა. მივესალმები ჩვენებს, მივესალმები იმ ხალხს, ვინც გვიყურებს, ვისაც უყვარს ჩვენი გადაცემები, იმათაც ვისაც არ უყვარს, მაგრამ მაინც გვიყურებს. ჩვენი არეული ვისაც არ მოსწონს, ისა ჩვენი არეული არ მოწონს. თვითონ გააკეთოს. ასეთებიც არ მართლა არ ვიჯერებდი, საკმაოდ ისეთი რამოდენიმე ქალბატონმა ესეთ რაღაცა მითხრა. ანუ რაღაც კრიტიკულად დამიწყო საუბარი რა. არის უკაცო ის სტუმარი რომ მოიყვანეთო ის რაღაცნაირად ისა როგორ იქცეოდაო. ო მეთქი რაღაცა მოხდა ესე. ერთი კიდე მთელი ქრონოლოგია ჩამომითვალა ესე იგი ყველაფერი. ამ დროს ანი კარდინალურად სხვა შეხედულებების და წესით სხვა ბანაკის და სხვა ტელევიზიების მაცქერავი ადამიანია, მაგრამ ყველა გადაცემა ქონდა ჩვენი ნანა. შენო მოწო. და არის მოდექსო დივერსია. ჩემზე ოდნავ უფროსია. შენ სიტყვა იყო ეგა? კი რა ვიცი ვერდიშველე თავისახე და მოედეს დავით კარგი ეხლა ერთადერთ გოგონას ვიტყოდ აბა გენაცვალე შენ კარგი კარიერა გქონდა რაც დაიმსახურე და აი რა იყო შენთვის თავიდან მერე ჩვენ ტელევიზია პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მაყურებელს ძალიან დიდი მადლობა რომ ესეთ მნიშვნელოვან დღეს მომიწვიეთ და ვარ თქვენთან ერთად გილოცავთ მინდა პოსტივის უსურვო ულევი წარმატება, უმაღლესი რეიტინგები და კიდევ უფრო მეტი და მეტი საინტერესო და ესეთი არაჩვეულებრივი გადაცემები, რაც ნამდვილად არ გვაკლია. რაც შეეხება იმ დღიდან, რაც მე პოსტივში მოვხდი, ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა. პირველ რიგში არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი თქვენი სახით, თითოეული სახით და ნამდვილად ყოველი დღე და ყოველი ის დღე, როდესაც მე პოსტივში უნდა მოვიდი, არის ჩემთვის ზეიმი და მართლა თავს გრძნობ ისე როგორც ჩემს ოჯახში. იცის და ჩემი სათქმელი. არა, ნუ აი მაგარია. ზვიომ დაუწერა.
რა ვინ დაუწერა? ვინ თქვა გაუწერა? როგორ წაიკითხა? იცით რა, ერთთან ორ ძალიან მნიშვნელოვან და არაჩვეულებრივ გადაცემაში ვარ დილაზე და საღამოზე და ნამდვილად აი ორივეგან მართლა თავს გრძნობ ისე როგორც ჩემს სახლში, ჩემს ოჯახში. კი ბატონო. კი. მადლობა. წამყვანობას წადე. როგორ მოგეწონა ამის წამყვანობა? წამყვანობით დაიწყო. ზოგადად საინტერესო ის იყო, რომ როდესაც თინას პირველი დღე იყო მაშინ ამინდის პროგნოზი გახსოვს ეგა? იმიტომ რომ მე ვიყავი სტუმრად მოსული. 15 მარტი იყო ზურა. ხო მე ვიცხავს, მაგრამ მე ვიყავი ხო სტუმრად მოსული და თინას პირველი გამოსვლა იყო. ეს რომელი წელი 21? 21 წელი. ამინდის პროგნოზით რომ დავიწყე აი ეს დღე. და ასე იწყებდა მუშაობას და შურით აღვივსე, რა თქმა უნდა, რომ რაღაცა ამინდის საყვანა გინდა. მე მხოლოდ სტუმრად დავდივარ და ვიარ რომ ბოლოს დავრჩი. და მართლა ხუმრობის გარეშე აი როგორ გითხრათ, ანუ პოსტივიში მე მომეცა საშუალება, რომ ჩემი რაღაც აი დაგროვებული გულის თქმა, ნუ ნიჭერებას არ ვიტყვი ხა მაინც ხო. აი რა ხო მაგას ველოდები რომ აი თქვენ რო დაიწყეთ ამას საუბარს უბრალოდ რაღაცა აი ძალიან დიდი გასაქანი მომცა არეალი მომცა დიდი რომ რაღაცა ჩემი თავი უფრო ანუ ჩვენ რასაც წარმომედგინა აი მიუშვით ნიჭერია და გვეზარება მართლა ურჩი მიუშვი ნებასაო მართლა გვეზარება და მეთოდი რომ აი რა გინდა რაც გინდა ქენი თორე აი მე ამას უთხარი არა შევაბი აი ეგრე არა ხო სხვათა შორის თუ დავსდებ ხოლმე ზვიოს აუ ესეა ის მოდი ეს რაღაც კარგი იყო დამანებეთ. გეყოფა, მორჩენ ჩაწერა. კარგი ბიჭებო და გოგონებო, დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი ხართ თქვენ პირადად ჩემთვის და ყველას გილოცავთ მართლა. ჩვენ მუშაობა დავიწყეთ მაშინ, როდესაც არ ვიყავით ესეთები და ხშირ შემთხვევაში დაგწინოდნენ სხვათა შორის ახლა რომ გვადიდებენ და გვახებენ ისეთი ადამიანები არ მინდა გვარი და სახელი დასახელება კონკრეტულად იცი ხო კი ბატონო დიდი მადლობა ჩვენ ძალიან სერიოზული კამადა მოგდოს ახლა და ხო გათავისუფლეთ მათოს გავუმართოთ არ რეკლამაზე გადიოთ ხო დატოვოთ ხო დატოვოთ ხო ხო ჩემთან გადაცემაში აი ხარე გილოცავთ მიულოცოთ იმიტომ რომ აუცილებლად ერთნი ვართ ერთი მიკროფონში რო ილაპარაკო ბატონო ესე გავბია აბა ჩვენ მაყურებლებს გაუმართლეთ საფერზე წამოუდგეთ თუ შეიძლება რა პოსტივის თითოეულ გუნდს დიდი მადლობა გაგიმარჯოთ თითოეული სიყვარულის გამოხატულებისთვის დიდი მადლობა თქვენ და გავჩერი თუ ეთერში ვარ ჩოჩა ნუ ეხა რა თქვა ეხა აი ამ სერიოზულ სასტავზე ეს არის კიბორგუბიცების სასტავი შეიძლება იყოს ჯაპანა ნარკობარიგა კოლუმბიელი ნარკობარიგა ნატუკა გულისაშვილი დახასიათების გარეშე ჯობია ხო რატო რა ვიცი მაინც საკმარისე ნატუკა გულისაშვილი ანრი ბიბინაშვილი რომელიც არის სხვათა შორის ძალიან მაგარი მე არ მეგონა ეგეთი მაგარი რო იყო მაგრამ პირველი ორი ეთერის მე ძალიან მომეწონა მადლობა ანრი იყო ჩვენი ადამიანი მაგრამ ჩხუბობდა ძირითადად ეს დააფეთქებული ეთერში თუ ვიღაცებს უტრაკებდა მე მეგონა რომ ვერ შეძლებდა იმას ემოციის გაკონტროლება პარტნიორები ვიყავდა კარგი მივიღეთ რა თქმა უნდა მისი ნიჭი ჩანდა და სულ მეშინოდა რომ აი ამ დროს მადლობა ხო ნუ რამიშვილი გასაგებია ვინც არის და დიდია და ყველა ამჩნევს და ადექჩინოშვილო ასუბდა ისა მოგესალმებით სალამი დავიწყოთ გადაცემა ეს არის ჩვენ დაბადების დღე ესენი ყველანი მოვიდნენ 2022-ში ხო თუ როდის 23-ში ხო ყველანი 23 25-ში შეთქო 25-ში მოვედი მე 25-ში 24-ში ნუ გვიანდელი პოსტიველები არიან და მიყავთ ყოველდღიური გადაცემა, რომელსაც ქვია, ამას ყოველკვირეული მიყავს, ყოველდღიური გადაცემა. ჩვენ ახლა
თქვათ რომ სუფრა არის ეს. და წყალი რატო და იმათ ვისკი რატო იქ მაინც. სად რა ვისკი ვისკი. ხო ვისკით არის მოგაცო ხალხს. არ გადიყავი რა. აი შარიანი ხარ. რა ვისკი. რაღაცა მომეჩვენა. იმუნიტეტი ესეთი და წასული. სხვა ფერი ქონდა წყალს. შენ ახლა რას გეტყვი? სხვა ფერი წყალი. უცხო გარემოში ხარ, უცხო გარემოს გარემოში. ესე მე ვარ შენ. ეხლა ვისკს არ სვამდით ახლა შეგო. ეხლა ანუ აი შეხედე რა და ჯაპანა ნუ დავკარგავთ ერთმანეთს რომ გადაგითარგმნე ხლა მე ჯერ წარმოიდგინე ეს ორი მოწმე და გაწერილი ვარ რა. არ არის წყალია, წყლის ძალა მოგცემს ღმერთმა. დაიწყე სადღეგრძელო დავით. ვრცელად. რა ჩვენზე თქვი რამე რა. ჩვენს კოლექტივზე. არაჩვეულებრივი კოლექტივია. ხო არის ჩვეულებრივი კოლექტივი და ეს არის არაჩვეულებრივი კოლექტივი რა. როგორ გითხრა ძალიან კარგი ადამიანები არიან. ამ ბოლოს რაღაც კიდე შემოგვემატენ როგორც შენ აღნიშნე რომ აგერ ახალგაზრდები აი ჩვენი ძმები მეგობრები ამ გოგონას მე დიდი ხანია ვიცნობ. ახალგაზრდა რა ხო არც ისე ახალგაზრდა არა როგორც გვაჩვენებს თავს. ჩემზე ასაკი დიდია. ხო მაგრამ ხალხზე ასაკზე არ ლაპარაკობენო და არ ვილაპარაკებ ასაკთან დაკავშირებით. მათა შორის ერთი რამე მე ვკითხოთ რომ ერთნაირია 30 წელი ხო გიცნობ შენ? კი 2000 30 წელი გიცნობ. კი 30-ზე მეტი. და როგორ ახარ სულ ესე? კი წუსოს არ ბერდება არა წუსოს მუზეუმიდან არ არის საერთოდ. რატო ასაკი არ არსებობს? მუზეუმიდან ჩვენ ტელევიზიაზე როდესაც ასაკიც არ აქვს და ყველაზე მაგარი. აი თუ არის. ეს არის ცვილი. გადიოდა. გადიოდი. ცვილის დატუკა. დედაუთი. საუბრობთ ჩვენ. საუბრობთ ტელევიზიაზე. ოჯახი. აქ ოჯახია ძმაო, სად არის? ხო და ბარ ძალიან მოხარული და ბედნიერი და კარგი საზოგადოებრივი მატერიალებს აქ ვამბობ. პირადად ჩემ გადაცემაზე მინდა ვთქვა რომ ძალიან კარგი პროდიუსერები მყავს. მაგარი, ნიკა და გვანცა, რომლებიც რაღაცა ისე განაგებენ ყველაფერს რომ ცივნიავს არ მაკარებენ, ასე შეიძლება თქვა. ლიკა რომელი ლიკა რამშვილი არ არის. რამშვილი. იმრაო. არა, მეგობრებო, რო იცოდეთ, მუშაობს ერთი, რამდენი რამშვილი ჩემზე გადადი. სამი ხარ, სამი რამშვილი ხართ აქ? ვართო და გეთქვა. სამი რამშვილი ვარ და არც ერთი არ არის პროტექციით მიღებული, თქო. ნეპოტიზმს არა აქ ადგილი? არ ვიცნობია. ხო და მეტი რა გითხრა, კიდე დანარჩენები კიდე არაჩვენ ულოცავს უყოლა 9 წლის თავს, ასე ვთქვა, 9 წელი, ხო? ხო. 7 წელი ტელევიზია და როგორც ვიცი 9 წელი დასაბამიდან იქ რა. დასაბამიდან. ნიკოსიდან დაარბა. ხო, ნიკოსიდან დაარბადავდა და მე მინდა ვთქვა რომ ასე გავაგზავნოთ არ იქნება ურიგო და რაღაც აი უღილ გამოტექსტია შენ არ შეგეფერება რა თუ კიდე ანეკდოტს მოგიყვებით რაღაც თუ გიждები ანეკდოტს სხვაგანაც მოვყვები დაკაც მოვყვები რა მაგრამ ანეკდოტი რა მე იყო ჩემნაირი კაცს ეკითხებიან რომ აი ვერ ვიყვები კომპიუტერი რამე რაღაცეებში და ეკითხებიან ტვიტერი გაქვს ხო და ბიჭო ეგო ახალგაზრდობაში მქონდა და მოვირჩინე აი ასე მოულოცა ჯაპანა თავის შობლიურ ტელევიზიას გუბილეს ორი აი უკვე კარგია გასია ჩემო სხვა რა გითხრა რა უნდა მითხრა სხვა რა გითხრა დაბა ტვიტერზე დაწერე მოდი ნატუკა გამოვიდეთ შეშინედი ანეკდოტს არ მოყვები ხო არა ანეკდოტები არ მეხერხება პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის რომ ჩვენ აქ ვართ და გვაქვს იმის საშუალება რომ ამ ეთერითაც მადლობა უთხრათ იმ აყურებელს, ვინც ჩვენ ისწავლეთ, ჩაიწერე. კი ბატონო, პასტა ფუტბოლი. ვინც მართლა ისალო დამეთანხმებიან ყველა აბსოლუტურად არა მხოლოდ ჩვენი გადაცემის ნებისმიერი პოსტივიელი, რომ ქუჩაში ვიღებთ ძალიან დიდ სიყვარულს. ну და აგრესიებიც არის. არის ხო, ნაცები ყორგეთახია, ფოთო და რაღაც. არ ყოფილა ჩემს მიმართ და რატო არ ვიცი, ეთქობა ასაკის ან წონის შეშინია თუ ან ვერ მიმახსოვრებენ, ხო, აი ეგ არის. და მე კი ვარ აქ მესამე წელია, ხო, მესამე სეზონია, მაგრამ არ ვიცი, სულ ვიყავი სტუმარი. პოსტალიონის, შუადღის, დღის პოსტის და სულ ვიძახდი რა როგორ მინდა რაღაცნაირად აქ და ადამიანებო მე ვქოუბრებ როცა რაღაცა ძალიან გინდა ის აუცილებლად ახდება. თქვი რომ არ იყო არანაირი ჩვენი 30 წლის ნაცნობობა. არა. აი ესე დამირეკეს და მითხეს რომ შენ უნდა მოხვიდი აქო და იმის მერე მე ვარ აქ და აი მართლა რაღაცა მინდა რომ კიდე ბევრი 9 წელი და კიდე აი ესეთი ერთგული მაყურებელი და აი ესეთი რაღაცნაირი სერიოზული გადაცემები გქონდეს. არა, სერიოზული გადაცემები არ გვინდა. აგერ ჩემი მოგვარია, ჩვენ არ ქონია მართლა არანაირი რამიშულური ყვეთა, მეცაც გეტყვით. ჩვენი გვარი არ გამოირჩევა ნეპოტიზმით და ზოგადად გურულები ნეპოტიზმით არ გამოირჩევიან. კი ბატონო. მართლა იგრი არის. ეს კაცი არის ვანელი რამიშვილი.
მაქვს მედნიერება კი ბატონო სულებელი არ არის მაგრამ მე რა მოხდა რა ვუყოთ მე ხო იცი იმაში კი ბატონო ზუგდიდში ვარ და შარვალი უნდა მეყიდა და საერთოდაც გიცნო ხო და მე არა კაცი არა და ჩემი კლიენტი ხარ და ზუგდიდში პირველად ვარ რა ჩემი კლიენტია შარვალი არათი ქართუარ ქორთივარ ქართუარ ქორთუარ შეუძლია და თქო უკურნებელი რა მოხდა მე ეს ვიცი კამარ შარვალი ვიყიდე წავედი რა მოხდა მე არა რა მოხდა არა უშავს შეიძლება მორჩე ეს ახლა რატო ჩემვანელობას მოაყოლე ხო არა შემოანელობა ასე მე ბედნიერი ვარ ჯერ ისე უნიჭიერესი არა შეიძლება შეგაქო და მე თქვი სადღეგრძელო კაი ბატონო უნიჭიერესი კაცია არა მარტო ვოკალია ფანტასტიკური არამედ ხასიათი და კაცობა რასთავარია ჩვენში სხვა ჩვენს ეგ უფრო ფასობს და ძალიან კარგი მეგობარია და ხო კაცობა მეგობრობა რა იხარე იტყიზელე დავай ალავერდი შენთან დავა ესე იგი რა ვიცი ყველაზე მთავარი რაც კი ამ ტელევიზიაში პირველი ნაბიჯიდან შემხვდა და ბედნიერი ვარ ნამდვილად ამისი ზოგადად ფუფუნება მაქვს ამისი ალბათ ყველა სიტუაციაში ეს ერთი მართლა ერთი ოჯახია აი კიდევ ერთხელ მართლა მადლობა ვთქვი და რა როგორ გითხარით მაგაისწორე მე აფუჭკნული მაქვს თმები ბოდიშ ვიხდი ხო პირველი მეორე გადაცემის მერე იყო ეს შემთხვევა რომ ჩავედი ჩალვასთან და მადლობა უთხარი რომ ასეთ გუნდთან ერთად დამაწყვილე საოცარი არაჩვეულებრივი გუნდი მადლობა მათ ჩვენ პროდიუსერებს ფანტასტიკურ წამყვანებს სხვათა შორის მე და თაკ ჩოვიჯექით ახლა ბოლოს პირველად ერთად და უკომფორტულესია მაგრამ ჩემ ნატუკას მაინც არ ეს არ უნდა მეთქვა ანრიზე ზედმეტია საუბარი ჩვენი ბექნუ ჩვენი ძმა და სამი აქ არის სამი არაჩვეულებრივი გავუკეთეთ ის არ არის არა ეს მიკროფონი გვაქვს ხელი ხო მოდი ბექნუ შენ მოდი აი ესე ტელევიზია მიკროფონი გვაქვს მოდი შემოერთე მოდი ნატუკასთან დაჯექი მოდი ერთად დიდი სიამოვნებაა მოდი აქ რა აი აქ აბა ვინ თქვა ჩემზე ნახე რა თან იუბილეებზე როგორც წესი სუფრის თავში ვარ ხოლმე მიჩეული განსაკუთრებული მახშის კამით მიკროფონი აქ მიკროფონი ჯობია და უცებთ დავამთავრებ და მე გადავიდე დალავერდი სამი არაჩვეულებრივი ხვართალა რომელსაც მე ესე ვეძახი ჩვენი პროდიუსერები რა თქმა უნდა ძალიან ხიბატონო ნამდვილად რომლებიც აი მართლა ხელს გვიწყობენ და უდეს ბედნიერება ერთ ოჯახში იყო ნამდვილად და არც მოგერიდება რამე რომ გაწუხებს რო უთხრა იქნება დღეს არ ან ხვალ დავსვი და ამ შემდეგ და იქნება ტუალეტში კიდე ხო თავარია რომ არ უკარგავთ ერთმანეთს კარგია ანრი ბატონო მიდი აბა გითხარი რამე ჩამოიწეთ რა ბიჭობა ჩამოიწეთ ჩემთვის ნამდვილად მშობლიური ტელევიზია გამოდის იმიტომ რომ გამოცდილება ტელევიზიასთან პირველი იყო ეს და მიხარია იმიტომ რომ რო უყურებ ახლა პირველ ჩემს გადაცემას და დღევანდელს მხოლოდ იმ გუნდის დამსახურება ვინც აქ დამხვდა რა თქმა უნდა პროდიუსერების და ძალიან პოზიტივიზე რომ ვისაუბრო ვიტყვი ასე რომ გამაოგნებელია ის დამოკიდებულება ერთმანეთთან რაც პოზიტივის თანამშრომლებს გააჩნიათ ერთმანეთთან მიმართებაში და მადლობა ამ ოჯახური დამოკიდებულებისთვის მადლობა იმ ერთიანობისთვის რაც ამ ტელევიზიას აქვს ვულოცავ იუბილეს და 9 წელი ეს იყო საწყისი იმისა რომ მხოლოდ მაღლა უნდა ვიაროთ ამ სიტყვით მართალი სიტყვით ამ მიდგომით რომ ჩვენ ვარ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ამას ბოლომდე რა თქმა უნდა ამ ჩვენებით გავაგრძელებთ იმიტომ რომ სასწაულ საქმეს ვემსახურებით და ეს საქმე არის ჩვენი ქვეყნის სიყვარული მადლობა რომ მეც ვიღებ ამაში მონაწილეობას გაიხარებდა ბექნუს მიეცი ბექნუ არის უდიდესი არტისტის შვილი არტისტის შექმნა ისტორია ქართულ კინემატოგრაფში მაგრამ მაგიტო არ არის ეს აქ. არის თავისთავად მაგარი ბიჭი და თავისთავად კარგი წამყვანი. ძალიან დიდი მადლობა მოგესალმებით პირველ რიგში და არ ვიცი ძალიან ბევრი შემიძლია ვთქვა გილოცავთ და ვულოცავ იუბილეს ტელევიზიას მაყურებელს რომელსაც უზარმაზარ სიყვარულს უგზავნი და მაყურებელისგან ვიღებთ საოცარ სიყვარულს და საოცარ დამოკიდებულებას და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და ტელევიზიას რაც შეეხება ბევრი რო არ გავაგრძელოთ დღეს ჩვენ ვსაუბრობდით რომ აი რა არის გამორჩეული და განსაკუთრებული შენთვის პირადად შენთვის გამორჩეული და განსაკუთრებული არის ის რომ ძალიან დიდი სიყვარული ტრიალებს, ძალიან დიდი სითბო ტრიალებს, რომ მოვდივარ და ადამიანებს რომ ხედავ ისეთი ძვირფასი ადამიანები მოღვაწეობენ და მუშაობენ ამ ტელევიზიაში, რომ განწყობა მექმნება. აი ხო არის რომ მოდიხარ მაგალითად არ ხარ კარგ ხასიათზე, არ ხარ განწყობით რაღაცა შენი პრობლემის მატარებელი ხარ.
როგორც კი ადამიანებს შევეჩეხები და შევეფეთები მომენტალურად ბრწყინვალე განწყობაზე ვდგები და ძალიან დიდი სიყვარულია ამ ტელევიზიაში და არა მარტო ტელევიზიაში ძალიან დიდი სიყვარული მოდის აუდიტორიისგან, მაყურებლებისგან და რაზეც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. საოცარი პროდიუსერები ხათო, ბაკო, თიკუნა, სულ ყველა ჩვენი საოცარი წამყვანები, არაჩვეულებრივი ადამიანები, თანამშრომლები, ოპერატორები, ოქროს ოპერატორები და დასუფთავების სამსახურიდან, თანამშრომლებიდან დაწყებული უსაფრთხოების სამსახურით დამთავრებული ბრწყინვალე და ღირსეული ადამიანები. მიხარია რომ ღირსეული ადამიანების გარემოცვაში ვარ. როლიკო აქედან კოცნი და გეფერები როლიკო შემოვაეთ და შემოვა დარწმუნებული. კი ბატონო, თავის ბექნოს უნერვიულობდა, შავა მინდა თქვა ბექნოს უნერვიულობდა. ლექსის წაკითხვის დროს, მაგრამ ამ ბოლო დროს მღერის კიდეც. ლექს ხო კითხულობს სასწაულად. ეზოთერიკაშიც გარდა. ეზოთერიკაშიც გაიყო. ცეკვავს კიდე. და ცეკვასაც აპირებენ ჩემსას და აი მაგაზე ვჭიდაო შეხვა რა. არა, აუცილებელია. აი ეს პასუხს მე. თაკო მამაიაშვილი ტორტი შემოვინახეთ ბოლოსთვის მეგობრებო, ტორტი გავს შეხედეთ, აბა. მოგესალმებით პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ. ტორტი როლიკოს ექნება მარტო. აი, ტორტი მე ვარ. ტორტი რაკჭი შეკიდე. დადიხარ, ბარი გასავით. ლათინო ამერიკული ბარი გასავით ვინის დადიხარ. გადაპარტული გაქვს. ვიც წარმალევინებ. მერე, ყვები უწმაწუ რა ანეკდოტებს. შენი კაბინეტის კარებიდან ისმის სიმღერები და თვითონ არ თოი ბიჭმა ჩემოდანი გაწია და ხოლმე ამასოს ვერ დიქს და ტორტს ვერ ავშნევ შეხედე არ არის ტორტი არის წადი თავი დამალი ვისკიც არ არისო დაგალევინე როგორ მოვდიოდი ცირო მეთქი ვისკი და რაღაც რომელ შეება დაგალევინე საათივით მეკდება აწყობილი დაგალევინე მეც რატო დავაგვიანე იცი განსხვავებული და კარგი არ მინდა ხო აცადოთ გოგონას მოკლედ მოგესალმებით პირველ რიგში მინდა რომ ყველას მოგილოცოთ პოზიტივის დაბადების დღე თქვენს რა თქმა უნდა აბსოლუტურად ყველას მინდა რომ ეს 9 წელი რაც იყო კიდევ ბევრი 9 წელი დავამატოთ ამ 9 წელს და უფრო წინ და წინ ვიაროთ ახლა მე ვიტყვი ჩემს აზრს ხომ უნდა თქვა 2025 წელს მოვედი ტელევიზიაში მაგრამ სანამ დაიწყებოდა გადაცემა პირველი გადაცემა ექნებოდა მომწერა ანრი და ვიცოდი რომ ჩემი თანაწამყვანი უნდა ყოფილიყო იცნობდი ადრე არ ვიცნობდი ანუ მოსვლამდე იმ ხელა სიყვარულით დამხვდა ადამიანი უკვე მივხვდი სად მივდიოდი რა თავიდან მეგობრები არ ვიყავით როგორც იწყება ხოლმე მოკლედ ურთიერთობები რა თქმა უნდა ყველანი მეგობრები ვართ ნატუკაც დამხვდა აი საოცრად უყურებოდა ოჩა რა მაგაი სახიობია არ ვიცი მართლა საოცარი ადამიანები დამხვდნენ ტელევიზია ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო და იმდენად კომფორტული გარემო შემიქმნეს და იმდენად კარგი ადამიანები დამხვდნენ პოზიტივით რომ ჩემთვის ყოველი დღე ის კი არა რომ აი დღეს უნდა გავიღვიძო და სამსახურში წავიდე არა ისე მოვდივარ სიმღერით და ისე მივდივარ აქედან სიმღერით გემრიელად და ვარ ბედნიერი მოკლედ და მინდა რომ სიმღერით არ დავასრულოთ რა ლამაზი დღეა სიმღერა არა მე მეგონა უნდა გველო აბა დელი აკა დაბა წავიდა აგვიგვინეს ლამაზი დღეა რამათელიზეა იმიტომ რომ პოსტივის დაბადების დღეა ვაშა Что, გაიყვანეთ. Ну აი, თუ შეიძლება კადრი აიღეთ გოგონების მშვენებაზე იმჯელეთ როლიკოს სახით. აი ხო, შეხედეთ, აი. არა, უფრო კრუპნად თუ შეიძლება კრუპნად გამიკეთე. აბა მოგვეცი? აი ამ სახით არ შეიძლება არსებიდან ნაპერწკლები. დანარჩენი ხა თუ შეიძლება მეგობრებო პატარა პანორამა გაგვიკეთე გოგონების შემ დროს გამოთშე კამერა მართლა პანორამა გავაკეთოთ რა პანორამჩიკ აჰა შეხედე აი ესე მარეკები შლიდნენ ბანაკს ქარი ჩამი ჩუმით ხროდა ვიწეკ რომელიღაც ბალახს უცბად ხალი სუნი ქონდა თითქოს ურო დამკრეს თავში თითქოს პაპა ჩემი ცხონდა 1000 სურნელოვან შუავში ბალახს ქალის
სუნი კონდა არა ძალის ლალის ცისფრისან და თეთრის სუნი საზოგადოდ ქალის სუნი საზოგადოდ მდედრის ღმერთო მესულველი სიკვდილს შენ მაცოცხლო ვინძლო ღმერთო იქამდის მაცოცხლე მანამ მესურნელი ვიგრძნო ეს ყველაფერი ტყუილია მეგობრებო ეგ შენთვის არის ტყუილი რეკლამის დროს არ დაიქიროთ ეს არის ყველაფერი ტყუილი ეს არის რეიტინგის გაკეთებული მეგობრებო მე არა ვარ არ მინდა ასაკი ბატონო ძალიან საინტერესო ხალხი არის ჩემთან და მიხარია ეს არის დილა თამთა ჩემი თამთა არის ჩემთან და თამთა შენზე ცალკე ვილაპარაკოთ და გავიგოთ ბოლო რა გინდათ ამ კალებს ვერ გაუგიოთ დავიწყოთ აბა ეს არის ოქროს გოგო ოქროს ბეკეკა მადლობა ოქროს ვერძი მართლა ოქროს ეს არის ოქრო სულ ოქროა ეს თეთრი ოქროა ალმასები კაი მოდი გითხარ დიდი მადლობა ეს როგორ ექცევი აბა გითხარ შეგიძლია გითხრა ვინ სადღეგრძელო არ ვიცი მაგრამ პირველ რიგში მივესალმები ჩვენს უსაყვარლეს მაყურებელს და რითი შემიძლია დავიწყო საუბარი თუ არა მილოცვით გილოცავთ ყველას საკუთარ თავსაც ულოცავ იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან სურიკო მე ახლა არ შემოვიდოდი აი ხედა არ დაგვიშვია პოსტალიონიდან დავიწყებ მოღვაწეობა არსებობა და თქვენ რა გიგონათ ახლა წავიდოდი სახში მშვიდად უყურებდი თქვენს უნსგავსო საქციელ საქმეს როგორ გამიხარდა რომ მოხვედით მაპატიეთ შეგაწყვებით ჩემოსწრებული სახში გილოცავდით ყველას გილოცავთ და უამრავი 9 წელი გაგვეტარებინოს ერთად ბევრი წარმატება პოსტივის ბევრი რეიტინგები და მართლა რაღაცაა დღეს ბევრჯერ მომიწია ამაზე საუბარი და მინდა ვთქვა რომ მართლა იმდენად განსაკუთრებულად მიყვარს მე თითოეული თანამშრომელი და ჩვენი ტელევიზია რომ მართლა შეიძლება რაღაცნაირად ეს ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ეს არის ჩემი მეორე ოჯახი და ჩემს პირად ოჯახს, რასაც უსურვებ, იმას უსურვებ ამ ჩემს მეორე ოჯახს. იმიტომ რომ ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დილა როგორ იწყება ჩემი სამსახური დილით 6-ის ნახევარზე, ხო? ხო, 6-ის ნახევარზე იწყება, წესით უნდა გეზარებოდეს, მაგრამ მართლა მოვიჩქარი ყოველთვის და მიხარია ყოველთვის აქ მოსვლა და ძალიან მიყვარხარ. მე მგონი, ეხლა მე შეიძლება ვინმე გამკითხოს, მაგრამ შენ ყველაზე ლამაზი გოგო ხარ საერთოდ. კარგი შოვა. ჩვენს ტელევიზიაში. კი. ვაი მე რა აი ასე იწყება მეგობრებო. შური. აი ჩავაგდე მაგდვარი. აი ძალიან მომეწონა. ოჯახი ვარ, მეგობრები ვარ. შენ ხარ ყველაზე ლამაზი. ამ ტელევიზიაში. ძალიან ლამაზი გოგოა. შალვა ეს არის სიმართლე. სიმართლეა, კი ბატონო. კარგით მეგობრებო. საკო გაჩეჩილოძე, გაიგე ვინ არის შენზე ლამაზი? მოგესალმებით. გილოცავთ დაბადების დღეს, ჩემ თავსაც ულოცავ, მე უკვე მესამე წელია გვერდსდები, კი, უკვე პოსტივის თანამშრომელი ვარ. და აი სხვათაშორის ჩემს მეგობრებსაც ვუზიარებდი ჩემს მოსაზრებას და მინდა რომ თქვენც მოგიყვეთ რომ ეს არ არის ჩემთვის მხოლოდ სამსახური. ეს არის ჩემთვის ისეთი გარემო, სადაც მე ძალიან სიამოვნებს მოსვლა. ანუ მე ყველა თანამშრომელთან თავს ვგრძნობ ძალიან შვიდად, ხალისიანად ზრუნავენ ერთმანეთზე. არ არის რაღაცა დაძაბული და ცუდი აურა, რაც ძალიან ხშირია. კი, არა მარტო ტელევიზიებში, ზოგადად ამ სფეროში, ხო? ეს აქ არ არის. მართლა გულწრფელად ვამბობ, მე ძალიან მიყვარს პოსტივი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვატარებ უკვე 3 წელს და იმედი მაქვს, რომ კიდევ მრავალ 3 წელს გავატარებ. ძო. როლანდ ოქროპირით, თუ შეიძლება. არა, შევდა თქვა. სიმართლე და არა, ეხლა შევდა თქვა ლექსი კიდევ. და მე მომაზახრო ეგ ტყუილიაო. არა, ის ხო ტყუილი იყო და კიდევ ერთი ტყუილი უნდა მეთქე. შენ ლექსი უნდა. დაიმონო უნდა ყველა. თუ კიდე მოგვიყევი. სადღეგრძელო მითხარი ადამიანო რა. ესეა მიკროფონი დაიჭირეთ თუ შეიძლება. აი ესე დაიჭირებ. მე თვალესე ვერ ვიტყვი ხაღას ძალიან დიდი სიამოვნება და არის ძალიან ბევრი მომენტი მართლა სასიამოვნოა. იქიდან გამომდინარე რომ დილით ადგომა ძალიან მეზარება მე და რომ მოვდივარ ძალიან ძიმე განწყობაზე ვარ ხშირად და მთხოვე რომ იმღერო და იმღერე. კახელი კაცი ხარ? ის გითხარი ძალიან ძნელია ხოლმე. თუ
თუ გააჩნია განწყობაზეა ეს დამოკიდებული ძალიან როდესაც კარგი განწყობა რაღაცები გამოდის ხოლმე მაყურებელს ამას არ. ხო, მაგრამ მე მადლიერი ვარ ძალიან, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა ქონდა ჩემ ოჯახს და მე, იმიტომ რომ მატერიალური მდგომარეობით და სულ რაღაც 2 წელია რომ ცოტა ადამიანად ვიგრძენი თავი. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავიხადო ჩემი შრომისათვის და მაყურებლისათვის და თქვენ ტელევიზიისთვის თავისთავად. არა, შენ უდიდესი შენაძენი ხარ, ჩვენც ვერ ვარ გავატრაკოთ რა. მე ჩემთვისაც ძალიან დიდი შენაძენია ეს სამსახური. ხალხი აი დაუცნაურია, ხო, აი რა საყურებელი შენახარ. მე რა ვიცი. ასე დამემართა. ხო, აი რაღაცნაირად სტრანად კახელი გავხდი. ესე ავირჩიე, რა ვიცი. ხო და რა სტრანია, კახური თემა მითის ახლა. მაგრამ აი გიყურებენ, ვეჟო. ერთი ამბავია ხოლმე, კაცო, რა ვიცი. არა. არ ვიცი მართლა და მე მოკლედ მაგარი ქარიზმატული ხარ. შენ იცი კარგად ყველაფერი ნუატრაკებ რა. თუ ქარიზმატული პრეზიდენტობად წავალ რაღაცა. აი ეგ არის. ეგ არის. რომის ხელი თავიდან რომ გინდაო? შევსდი. როლი ხო გასადა თამაშები და. არა, ისა. თავიდან მიყარე მე თუ თავიდან ჩემ ცხოვრებას თუ. რა, ადამიანები უნდა მოერგონ პოზიტივის. და არა პოზიტივი ადამიანი. და როცა ეს კაცი მოდის, ეს კაცი აქედან ამ კაციდან მოდის ქართველი. დადებით და უარყოფითი მხარებით, მარტო დადებით ხო არ გვაქვს და. მიგიღო, ამიტომ ძალიან მიგიღო. შენ სხვა ტელევიზიას ესე არ მიერე. მე არასდროს ტელევიზიაში ესე არ მიცდია. ამ ხალხმა ჩვენმა მაყურებელმა ამიტომ მიგიღეს რა. მე როგორც ჩემი პირადი, ჩემი თავი არასდროს ტელევიზიაში ჩემი თავით არ წარმდგარ ვარ, ყოველთვის ვიყავი ხოლმე სხვა, რაც ძალიან მიადვილდება ჩემი პროფესიით და ეხა ვარ ხოლმე ხშირად მე და მაგას საკმაოდ რთულად შევეგუე, იმიტომ რომ ძალიან ძნელი იყო ეს ნახეს ბიჭებმა და გოგოებმა 4 დღე ერულობდი, იმიტომ რომ ეს სხვანაირი პასუხისგებლობა იყო. მაგრამ მადლობა მაყურებელს რომ რაღაც გამიგდა ყველა ასეა, ეს პრობლემა არ არის. მიიღო, ანუ გამოსავხედა სხვა შორის მაყურებელმა, მინდა გამათამა შეგვიძლია რაღაცა არაუშავს იგი. და ეს ძალიან გულწრფელობასთან არის ახლოს და ძალიან სასიამოვნოა. ერთ ადგილს არ ათამაშებთ, აი რა თქმა უნდა, ეგრეა. მაგრამ ნაწევია. რას გვეტყვი? მოგესალმებით. იმას არა მე არაფერი. რა უნდა? არა, კაი რამე ვთქვა, იმას არ მოთამაშებ რა. რაც უნდა თამაშო, არ არის ლამაზი უბრალოდ. გილოცავთ პირველ რიგში. ვილოცავთ ჩვენს მაყურებელს. როლში პირველი იმან დაიწყო. როლი გორ. რა მინდა გითხრათ, იცით რომ სწორი აღნიშნა ჩემმა საყვარელმა ყველაზე ლამაზმა კოლეგამ, რომ მართლა ერთი ოჯახი ვართ. საწამლავს ჩაუყრიან დილის ყავაში. აი ჩვენთან ესე არ არის. ყველა გოგონა ყავს ულამაზესი და ეს უნდა თქვა. ყველას თავის ნიშა აქვს საერთოდ ამ ტელევიზიაში და ყველა ხალი ხო ლამაზი არის, ლამაზი არის თავის არის. რა თქმა უნდა, თავარია მაყურებელი როგორ აღიქვავს ამ ქალბატონებს და ასე შემდეგ და ყველა ჩვენი მაყურებელი ყავს. მე ძალიან მადლიერი ვარ ჩვენი მაყურებლის, იმიტომ რომ 3 წელზე ცოტა მეტია ამ ტელევიზიის წარმომადგენელი ვარ და ხშირად ქუჩაში ფეხით დავდივარ და მხვდებიან გადასასვლელზე, ტრანსპორტში ადამიანები და თქვენ ის ხართ ხო? აი სულ ვუყურებ თქვენს გადაცემას, ვუყურებთ ამ ტელევიზიას და მე მგონი ყველაზე დიდი გამარჯვება ტელევიზიის არის ეს. მე პირადად ვეძახი ჩემთვის ჯადოსნურ ეკრანს, აქაურობას. იმიტომ რომ მე მაქვს საშუალება ყოველ შაბათ კვირას იქნება თუ გასვლები იქნება რითიც ჩვენი გადაცემა ძალიან რა ვიცი ალბათ განსხვავდება სხვა გადაცემებისგან ეს კიდევ დიდი როგორ თქვა რაღაც არის სტიმულია და გარდა იმისა მე ძალიან ბევრი ხალხი გავიცანი რეგიონებში რამდენჯერმე სხვადასხვა რეგიონში ჩავსულ ვართ და დიდი სიხარულით გვხვდებიან ქუჩაში გადაღება იქნება თუ რა იქნება და ტელევიზიის გამარჯვება ალბათ არის ეს და ესეც რა თქმა უნდა მადლიერი მაყურებელი და ჩემ არ შემილია არ თქვა ჩემ თამარა მაჭავარიანს დიდი მადლობა ვუთხრა რომ
მაგრამ არა. გადაწყვიტა რომ არ იყოს. ხო და მე არ ვიცი. ჩვენ მოგიკითხოთ აქედან. ძალიან დიდი მადლობა პირადად ჩემგან მინდა ვუთხრა რომ მე ამ ჯადოსნურ სამყაროში მოვხვდი. და ვარ ძალიან ბედნიერი. ხალბატონ ნანანებერიძეს რო გადასცემთ შეიძლება. არა მიკეთია მე. თქვენ ბლატით უკეთია კი ბატონო. ხო თქვენი სასიამოვნო ხმით გვამცნოთ ჩვენი დღეგრძელობის ამბავი. კი ბატონო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მთელ პოსტივის და ყველას ვილოცავ დაბადების დღეს და მოკლედ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არაერთხელ მithქვამს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში და ზუსტად ერთი კვირის წინ ვიყავი ბათუმში და შევედი ერთ-ერთ მაღაზიაში და ჩართული ქონდათ ტელევიზორი და რას უყურებდნენ პოსტივის და სიმართლე გითხრათ მე დამავიწყდა და რისი ყიდვა მინდოდა უბრალოდ მით უმეტეს არ ვარ კონტენტი კიდე ტელევიზორ არა უბრალოდ ესე ვიდექი და ვუყურებდი ანუ სხვა კუთხიდან სხვა რაკურსიდან და მოგენატრე და ჯობდა რომ ყოფილი რა თქმა უნდა და აი მივხვდი რომ ძალიან დიდი და ეგ როდის იყო ერთი კვირის წინ შეუძლება არ ყოფილა არ გამიშვია და არა ბატონო შალვა მე ეთერში ვარ ან შავად ან კვირას უქმე დღეებში არ იყავ ხო გასაგებია კი ბატონო და ამიტომ Рабочие дни там было совершенно верно да აი დამანგრეველი აქცენტი მაგარია რაგინა კაცო ედა ტუჩი გატოკდა ისეთნაირად რომ ზადით როლიკო შენ მშვენე მაგარ ხოძე ხარ და განსაკუთრებით აქედა ყველანი მივდივარ როლიკო მომიციეს მიკროფონი მაშა რატო დაარჩი არ ჩერდება არ ჩერდება რა კარგია ჩვენ საღამოს გადაცემები ხوارთ ყვანილი სხვანაირი როლიკო კაი ხო და განსაკუთრებით მიყვარს ჩემი გადაცემა იმიტომ რომ ბევრი სტუმარი მოდის საინტერესო სტუმრები განსაკუთრებული სტუმრები არიან ბავშვები. კი. და ეს ჩემთვის აი ძალიან მაგის გამოვირჩევით, რომ ხშირად ბავშვებს ვიცევთ ხოლმე ბევრ ბავშვებს, კი ბატონო. და ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია. ნუ, თამთა ძიძობასაც ვითავსებთ ხოლმე. საულ ქართული სტუდიაში მოვიდა ბავშვებს. ქართულ soul diva თამთაჭელიძე არა ხა, აბა მეტი ვინ არის? თაკოც. თაკოც არ არის, ორივენი ხართ. თაკოს ხალერად მოიხსენი შენ ხანაირად. აი ესე პრინციპში მართალია, soul diva ეს უფრო არის. მართალი ხარ. შენ ხარ ვინ მაშინ? რა ქვია? არ ვიცი. კომპოზიტორი ხარ შენ სიმღერების? არც კომპოზიტორი, ამ კაი. ძალიან მაგარი ადამიანი. ეგე. ეს გასაგებია. ეტარას. არ ყოფნა. არ ყოფნა. კიდე. ოქროს გოგო. ოქროს გოგო, всё, ყოფ. ძალიან იჭერი ადამიანი რა. ოვაგარია, ეგრევე რომ მორჩი. ხო. ეტა დვა. თამთაჭელიძე, ჩვენ როდის გაიჩნდა შენ? 5 წელი ხდება. 5 წელი ხდება, ხო? და ნუ მისი ნიჭის შესახებ მარტო მე არ ვიცი ღმერთმა ესე მოაწყო რომ თემო საქართველოს მიწის. მოყევი შენი ამბავი, აბა, ჩვენთან. გილოცავთ, მთელი გულით, ბოს, გილოცავ. მინდა რომ აი რაღაცნაირად ძალიან წარმატებულები ვიყოთ. ძალიან დიდი სიყვარულია ამ ტელევიზიაში, რაც ჩემთვისაც ძალიან ძვირფასია, აქ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ. და ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, რომ აი რა იყო ის რაღაცა, რაც მე აქ მომწონს. ეს არის შესაძლებლობების მიცემა ადამიანებს. ხო, ეგ ვიცით კი. იმიტომ რომ მეც რომ მოვედი, ვიყავი დამწყები ამ სფეროში. და მე შესაძლებლობა მომცა შალვა რამიშვილმა, რომ პირველი გადაცემა გამეკეთებინა. თუმცა მანამდე მე არაფერი არ მქონდა, ხო? მსგავსი სიმღერების გარდა გაკეთებული. და ამისთვის დიდი მადლობა შენ. და რა ვიცი, რაღაცნაირად ეს არის ის ტელევიზია, სადაც ადამიანებს შესაძლებლობებს აძლევენ, სჯერათ მათი და რაღაცნაირად ისეთი ემოციები გადადის, რომ აკეთებ ამ ყველაფერს. და ეს არის ძალიან მეგობრული ტელევიზია. ჩემთვის ისედაც უნდა ყოფილიყო აქ, მაგრამ თქო მანჯავიძემ იმას აქ. ისედაც ძალიან ნიჭიერი გოგო, ძალიან ჩვენიანი ერთ-ერთი ტოჟე დივა და რა ოჯახი და რა მამა და რა ისა ისე ნახიდან ეფერები და ხელს გიქნები. ეხლა შენ რა გინდა მითხარი რომ შემოხვედე. მე მინდოდა რომ შენ ხო თქვი ერთ ზურიკო არის ზურიკომ დაიწყო პოსტალიონიდან ამ ტელევიზიაში. გავიგე მაგრამ ერთხელ ხო მოგვილოცა რა?
ეხლა როგორც პოსტალიონის პოსტალიონი მე ვერ დავყოლდი მაგრამ რა ქვია როლიკოს და ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლიკოს ხათა შორის კარგია ყველა მაგრამ უბრალოდ გაერთიერთი კაცი არა კიდევ არ მეყო მართალი გითხრათ ჩემი წინა სტუმრობა და მინდოდა კიდევ ერთხელ ხო მიდი აბა და შენ ასრულებ გადაცემას და გითხარი მე ვასრულებ გადაცემას კი ბატონო მე მეგონი მოურჩით და დავიძინებ თაკოს ნათქვა ძალიან დავასვენებ ხალხს რასაც ოჯახს უსურვებო იგივეს უსურვებო ტელევიზიასო და წარმომიდგენია თაკო რომ მიდის და ოჯახს რო უსურვებს რეიტინგები მინდა მისულოთ რეიტინგული ოჯახი გიყოლია წარმატება ბედნიერება უბრალოდ იქით იყოს და მართლა მოდი რადგან ესე დასასრულისკენ მივდივართ აი შემოსასვლელიდან ჩვენი მძღოლებიდან დაწყებული ჩვენი ბროშკიდან დაწყებული ჩვენი 4 მეგობრიდან დაწყებული ზურიკო მიკროფონთან ჩვენი დაცვის თანამშრომლები თქვი ჩვენი დიასახლისები გრიმიორები ვიზაჟისტები ყველა ის ადამიანი ჩვენი სტილისტები არ ვიცი აი ასეთი თქვი დიასახლისები და აი ესეთი თბილი გარემო რომელსაც სხვათა შორის ყველა სტუმარი აღნიშნავს და ყველაზე ერთ-ერთი კიდევ ჩვენი გამარჯვება აი მაყურებელთან ერთად არის ის რომ ჩვენთან ერთხელ მოსული სტუმარი აუცილებლად მოდის მეორეჯერ სურვილი უჩნდება. მეორედ მოა, მესამე რა თქმა უნდა, ეწერება და ეწერება ესე იგი ფაქტურად ჩვენს სამეგობრო სიაში. ასე რომ დიდი მადლობა ამ გარემოს ყველას, ვისაც აი პატარა წვლილი აქვს შეტანილი. გილოცავთ ყველას. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. ძალიან გვიყვარს. ასეთი იყო დღევანდელი თასაწყისი რუსული სიტყვებით დავიწყე. რა თქმა უნდა, ვისაც ეწყილა დიდი ბოდიში, ეს იუმორი იყო. არა შეიძლება, იუმორი იყო რა თქმა უნდა. ხესეროთ არავინ არ აღიქვათ, აღიქვით სერიოზულად ჩვენი არხი და ჩვენი ტელევიზია. კარგად გზანდებოდეთ, მეგობრებო, მომა პარასკევა. გვიყვარხართ.